სასწავლო წლის დაწყებას და აგრეთვე გუშინდელ დღეს გამოვეხმაურები ჟანა ხაჩატურიანს ვულოცავთ მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია წარმატებებს უსურვებ და ყველა მასწავლებლებს რა თქმა უნდა ჩვენს სვენელებს უსურვებს წარმატებას. დღეს ჩვენი შეხვედრის თემა არის ხელოვნური ინტელექტი თეორიიდან პრაქტიკამდე და დღევანდელი ჩვენი სპიკერი არის ჩვენი ჯგუფის მეგობარი, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტი, კომპიუტერული ტექნოლოგიის მიმართულებით და ჯეოლაბის დირექტორი და ძალიან დიდი რეგალიების პატრონი, ასე რომ ვთქვათ, ბატონი სანდრო ასათიანი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ჯგუფის სახელით, მედამზიას სახელით განსაკუთრებით, რომ თქვენი გრაფიკიდან გამოძებნეთ დროს და დღეს ჩვენ მეგობრებს და ჩვენ მასწავლებლებს დაგვითმეთ დრო. უღმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, მეც შემოგიერთდებით მოლოცვებში და პირველ რიგში მასწავლებლებს მიულოცავ დაწყებულ სასწავლო წელს და უსურვებ მათ წარმატებებს. აი პრეზენტაცია მაგ გათიშული თუ ჩამისთავთ, გავაზიარებ ჩემ პრეზენტაციას. ისა წამფლობელად კი მყავხარ სანდრო დამატებული, მაგრამ ხელს თუ აიწევ, ახლა უცებ გაგხდით მე თქვენ წარადგენს და აი всё ეს პრობლემაც მოვაგვარ. კოლეგებს ვთხოვ, რომ მიკროფონები გამორთოთ კოლეგებო, რადგან ჩანაწერი მიმდინარეობს და სუფთად რომ იყოს ეს ჩვენი ჩანაწერი და აგრეთვე უკეთესი ხარისხის მიღებისთვის ასევე უმჯობესი იქნება თუ გავთიშავთ ჩვენს ვიდეო თვალსაც დანარჩენ კოლეგებს ვთხოვ, ასე რომ ვთქვათ. მადლობა დიდი. კი ბატონო, ანუ ესე გავაკეთოთ მე ამ პრეზენტაციის ბოლოს, აი თუ ჩამოწერთ კითხვებს ან მე გვექნება კითხვა-პასუხის დროს სიამოვნებით პასუხებ თქვენ. კი, ჩვენი პრაქტიკაც ეგ არის ბატონო სანდრო, რომ აი შეკითხვები უფრო ხო, ბოლოსთვის მოვიტოვოთ. ანუ ჩატში დაწერეთ ვისაც რაც მოიწერეთ ჩატში და წავიკითხავთ მე. ან ხელისაწევის ფუნქციაც შეგვიძლია. კარგი, დავიწყოთ. დავიწყოთ, მოკლედ საკმაოდ დიდი თემა არის და რახან ესე თეორიიდან პრაქტიკამდე არის, ჯერ პირველ ნაწილში ვისაუბრებ, აი რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს, უკეთესად რო გავიგოთ და შემდეგ უკვე ვნახავთ პრაქტიკულ მაგალითებს, ხო? ეხლა ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ესეთი პრობლემაა თვითონ ტერმინთა, ხო? რომ ვკითხოთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულების მეცნიერებს, სპეციალისტებს, რა არის ინტელექტი, ხო? ყველა სხვადასხვანაირად გიპასუხებს, იმიტომ რომ ფილოსოფოსი სხვანაირად განსაზღვრავს, სოციოლოგი სხვანაირად, სოციოლოგი, ნეირომეცნიერი სხვანაირად და ასე შემდეგ, ხო? ნუ ხა ისე თვითონ ეს სიტყვა ძალიან ბევრის მომცველია, გამომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ინტელექტუს და ქართულად გონიერებას, გაგებას, ცნობას ნიშნავს და მოიცავს ლოგიკური მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის უნარს, დაგეგმვის უნარს, პრობლემის გადაჭრის უნარს, კომპლექსური იდეების გაგების უნარს, აბსტრაქტული აზროვნების უნარს, დასწავლისა და გამოცდილების სწავლის უნარს, ხო? ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ თვითონ ეს ტერმინი არის საკმაოდ ესეთი რთული და ეხლა ამას რო კიდე ხელოვნურს ეძახი, ხო? ეს კიდე უფრო ართულებს საქმეს. ამიტომ მარტივად რო ავხსნათ რა არის ხელოვნური ინტელექტი, ეს არის ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი რამის გაკეთება, რისი გაკეთებაც ადრე მარტო ადამიანს შეეძლო. მარტო ადამიანს შეეძლო დაეწერა ტექსტი, რომელშიც რაღაცა შინაარს ამოვიკითხავდით, ხო? მარტო ადამიანს შეეძლო დაეხატა გამოსახულება, რომლიდანაც ამოვიკითხავდით რაღაცას, რა, რაც ხედა ხატა, სახლი და ხატა და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა მაიმუნს რომ იცით ფუნჯი და საღებავები, კი ამ ფუნჯს გაუსმევს, ასე ვთქვათ, ტილოზე, მაგრამ ის ვერ იქიდან გამოსახულებას ვერ ამოვიკითხავთ, ვერ გავიგებთ რა დახატა, ხო? მოკლედ ხელოვნური ინტელექტი აი ესეთი მარტივი განმარტება არის ესეთი, რომ ეს არის კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც ადრე მხოლოდ ადამიანს შეეძლო და თვითონ ეს ტერმინი ინტელექტი საკმაოდ კომპლექსურია და ძალიან ბევრ რამეს, ასე ვთქვათ, მოიცავს, ხო? ეხლა როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი? ნახოთ, თქვით, რომ ეს არის კომპიუტერული პროგრამა და აი ცოტა
ჩაუღრმავდეთ თვითონ ეს კომპიუტერული პროგრამები როგორ მუშაობენ, ხო? და კომპიუტერული პროგრამები მუშაობენ პროგრამული ენების ენებში გაწერილი ინსტრუქციების მიხედვით, ანუ პროგრამულ ენაზე წერთ ინსტრუქციას და ამ ინსტრუქციის მიხედვით მუშაობს მერე პროგრამა, ხო? ამიტომ მოდი თვითონ ეს სიტყვა ენა რა არის, რომ დავფიქრდეთ, ეს არის სიმბოლოების და წესების სისტემა, რომელიც გამოიყენება კომუნიკაციისთვის, იდეებისა და ინფორმაციის გაზიარების ერთგვარი კოდი არის, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერი ენა, სალაპარაკო ენა, ქართული ენაც არის ერთგვარი კოდირების სისტემა, იმიტომ რომ ჩვენ აზრებს, ჩვენ ფიქრებს აი ამ ენაში, ასე თქვათ, ვინახავთ, ხო? სალაპარაკო ენა რო გაჩნდა, ადამიანს შესაძლებლობა მიეცა თავისი ფიქრები სხვას გაუზიაროს, ანუ ფიქრები მოაქცია ენის კოდში და ეს ენის კოდის საშუალებით გადასცა, ხო? შესაბამისად, კოდი ეს არის პირობითი ნიშნების სისტემა, დამწერლობაც ერთგვარი კოდირების სისტემა არის, იმიტომ რომ რასაც ვლაპარაკობთ, იმას ასოების კოდს ვანიჭებთ. პირობითი ნიშნების სისტემაა, რომელიც ინფორმაციის გადაცემის, შენახვის კომპაქტურ ან საიდუმლო ფორმატში, ну, თქვა საიდუმლო კოდირება, ხო? ანუ მაგალითად, არ ვიცი, მე არ შემიძლია ჩინურად წავიკითხო ტექსტი, ამიტომ ჩემთვის ჩინურ ენაზე დაწერილი ტექსტი, ჩინური იეროგლიფებით არის კოდირება, საიდუმლო კოდი, ხო? იმიტომ რომ მე იმას ვერ ამოვიკითხო. ხო? და პროგრამული ენა ეს არის ხელოვნურად შექმნილი ენა, იმიტომ რომ აი აქამდე ჩვენ ბუნებრივ ენებზე ვსაუბრობდით, ამ ბუნებრივ ენებთან დაკავშირებით არის ერთი ესეთი საინტერესო მომენტი, რომ ბუნებრივი ენა ჯერ შეიქმნა ენა და შემდეგ ამ ენიდან სპეციალისტებმა რაღაც წესები გამოიყვანეს. თქვენს რომ თქვენ რომ ესე ლაპარაკობთ, ნახე, ანუ გრამატიკა მერე შეიქმნა, გრამატიკა თავიდან არ არსებობდა, ხო? და აი პროგრამულ ენის შემთხვევაში ეს წესები წინასწარ არის გაწერილი, ჯერ წესები შეიქმნა და მერე ენა. და ეს არის ასე თქვათ, პროგრამული ენა წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილ ენას კომპიუტერული მოწყობილობისთვის ინსტრუქციების გადასაცემად. აი ამ პროგრამული ენით ვეუბნებით კომპიუტერმა როდის რა გააკეთოს. პროგრამული ენები გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად, რომლებიც განსაზღვრავენ კომპიუტერული მოწყობილობის მიერ გარკვეული ოპერაციების შესრულებას, კომპიუტერული მოწყობილობის ქცევას განსაზღვრავს ის პროგრამული ენა, რომელშიც გაწერილია ინსტრუქციები. და აქამდე ყველა პროგრამა, რა ვიცი, მუშაობდა ესე, რომ წინასწარ პროგრამისტი წერდა, რომ აი მომხმარებელმა თუ დააჭირა ამ ღილაკს, მაშინ შენ ეს გააკეთე. თუ გამოსახულებაზე აი ეს ლაქები ამოიცანი, ესე იგი ეს რაღაც ამას ნიშნავს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ადამიანი წინასწარ განსაზღვრავდა ყველა შემთხვევას, როდის რა, როგორ, რანაირად უნდა მუშაობდეს კომპიუტერული პროგრამა. და აი ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში, ხო, ეს წინასწარ განსაზღვრული არ არის. ანუ ჩვენ ამ ხელოვნური ინტელექტის პროგრამებში, ჩვენ სპეციალისტები ტვირთავენ ინფორმაციას და აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელოვნური ინტელექტი სწავლობს. აი ესეთ მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, ჩვენ თუ გვინდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა პროგრამამ რომ გაარჩიოს ერთმანეთისგან კატის და ძაღლის გამოსახულება, მაშინ ჩვენ ამ სისტემაში ვტვირთავთ ბევრი კატის გამოსახულებას და ვეუბნებით ეს კატა, ვტვირთავთ ძაღლის გამოსახულებას, ვეუბნებით ეს ძაღლია და 1001 ჯერზე პროგრამა უკვე ამოიცნობს. ანუ ჩვენ წინასწარ კი არ განუსაზღვრეთ, რომ თუ ესეთი გამოსახულება შეგვხვდა, მაშინ ეს კატაა და ესეთი ძაღლი. ანუ ჩვენ ვასწავლეთ და აი ამ ნასწავლის შედეგად ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. აი ეს არის, როცა ხელოვნურ ინტელექტზე ლაპარაკობენ, ხო, მოყავთ ესეთი მაგალითი ნეირონული ქსელები, რომ შემოვიდა გამოსახულება, ეს გამოსახულება ჯერ გაყო ორ ნაწილად და გაანალიზა. მერე კიდე ბევრ ნაწილად გაანალიზა, ეს რამდენიმე შრე არის და აანალიზებს და ბოლოს აი გამოიტანა დასკვნა. ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში, რახან ესე ზუსტად არ არის გაწერილი ინსტრუქციები, ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ როცა ხელოვნური ინტელექტის სისტემა რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, ეს არ არის ან არა გადაწყვეტილება, ხო? თუნდაც სურათის აუმცნობის სისტემები ამბობენ, რომ აი 80%-ით სავარაუდოდ ეს კატა, 75%-ით სავარაუდოდ ეს ძაღლია.
და თვითონ სპეციალისტები განსაზღვრავენ მე ამ ნაბიჯს, რომ მოდი 90% ნაბიჯი იყოს კი და 90%-ის ქვევით, ასე ვთქვათ, არა. იგივე ხდება აი სისტემებთან, რომელსაც ჩვენ ველაპარაკებით, ხო? ამ სისტემებში შეიყვანეს ძალიან ბევრი ტექსტი და შეყვანილი ტექსტის საფუძველზე ის იღებს მე გადაწყვეტილებას, როგორი პასუხი, ასე ვთქვათ, დაგიბრუნოს, ხო? მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ დღეს ხელოვნურ ინტელექტს ადამიანზე უკეთესად შეუძლია რენტგენის სურათიდან ამოიცნოს დაავადება. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხელოვნურ ინტელექტს არანაირი წარმოდგენა არ აქვს მედიცინაზე, ადამიანების ორგანოებზე, უბრალოდ მასში ბევრი ფოტოები შეიყვანეს, სადაც მონიშნული იყო, რომ აი ეს არის დაავადება, ეს არის დაავადება და 1001-ზე სწორი გადაწყვეტილება გააკეთა. ანუ ადამიანისგან განსხვავდება იმით, რომ ადამიანი როცა უყურებს რენტგენის სურათს, ის ხედავს ორგანოებს, ხო? აი ამ გამოსახულების მიღმა, რომ აი ეს ორგანოა, მას წარმოდგენა აქვს მთლიან პროცესზე, როგორ მუშაობს ადამიანის ორგანიზმი, რა ხდება, როგორ ხდება და იქ იღებს მე, ასე ვთქვათ, ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, ხო? ანუ რო შევაჯამოთ ხელოვნურ ინტელექტის პროგრამებს წინასწარ არ აქვთ გაწერილი ინსტრუქციები, მათში ისინი მუშაობენ ესე დასწავლის საფუძველზე, ხო? ანუ მათში ტვირთავენ რაღაც ინფორმაციას, ბევრს ეს ინფორმაცია როგორც წესი მონიშნულია, რაღაცა თუნდაც ტექსტი როცა შეყავთ, ხო, რაღაცა ტოკენებად ყოფენ სიტყვებად მაგალითად და ეს სიტყვები ხშირად ცალ-ცალკე არის მონიშნული, შეიძლება იქ რაღაცა ემოციები იყოს მონიშნული, რომ აი სიტყვა ამ ემოციის მატარებელი, ეს ამის და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე თვითონ სისტემა იღებს გადაწყვეტილებას, ხო? ანუ მე ვახსენე ნეირონული ქსელი, ხშირად ადარებენ ამას ადამიანის ტვინის მუშაობის პრინციპს. ჩვენ ტვინში ადამიანებს გვაქვს უამრავი ნეირონული კვანძი და აი ამ კვანძებში ესე იგი ინახება ინფორმაცია, ხო? რომელიც ჩვენ გვაქვს და რაღაცას რომ დავფიქრდებით, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ ასოციაციური აზროვნებაც, რომ რაღაცა ვიხსენებ რაღაცა ადგილს და გამახსენდა რომ იმ ადგილას იმ სახლში ყვითელი კარებია და ამ ყვითელმა კარებმა შეიძლება ბავშვობა გამახსენოს რომ ბავშვობაში რაღაცა ნანახი მქონდა, იმიტომ რომ სხვა ინფორმაციები ესეთ ერთმანეთთან არის ასე ვთქვათ დალაგებული, ხო? და აი ჩვენ შემდეგ ვისაუბრებთ მე ჰალუცინაციებზე ხელოვნური ინტელექტის თქვათ საიდან და როგორ. ყოველ შემთხვევაში ის თუ როგორ ვასწავლით ხელოვნურ ინტელექტს გავს იმას თუ როგორ სწავლობს ადამიანი, ну, კერძოდ ბავშვები, რომ მაგალითად ბავშვმა დაინახა რაღაცა წითელი, მიიტანა თითი ახლოს თბილია, დაადო და დაეწვა თითი, ხო? ანუ ესე იგი მან დაიმახსოვრა რომ წითელი, თბილი უდრის თითის დაწვას, ხო? აი როგორც თქვი რომ ხელოვნური ინტელექტი შლის ინფორმაციას ნაწილებად და მე ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, ხო, ბავშვიც აი ესე იმახსოვრებს სხვადასხვა ნაწილებს და ამ ნაწილებისგან მე ქმნის მთლიანობას. აი ეს არის მაგალითი ხელოვნური ინტელექტის სისტემის მუშაობისა, ჩემი სურათი ჩავტვირთე და მან თქვა რომ აი გაბრაზებული განწყობა, ხო, სიბრაზე მაქვს 0, სიხარული მაქვს რაღაც 30%, მოწყენილობა 0, გაკვირვება 0, ასაკში შეცდა, სქესი სწორად გამოიცნო, ხო? ანუ საიდან გააკეთა ეს დასკვნები ხელოვნურ ინტელექტმა? პროგრამისტებმა კი არ გაუწერეს რა შემთხვევაში რა მონაცემები უნდა გამოიტანოს აქ. ალბათ ამ სისტემაში სავარაუდოდ ჩატვირთეს ბევრი ფოტოები, რომელიც მონიშნული იყო, რომ ეს არის მამაკაცი, ეს არის აი ამასაკის, ეს არის გახარებული, ეს არის მოწყენილი და ასე შემდეგ და უკვე მე რამდენიღაცა ჯერზე იმან უკვე თვითონ გააკეთა გადაწყვეტილება. მე ვახსენე ერთი ძალიან საინტერესო ფენომენი, რომელსაც ესე დაარქვეს ოფიციალურად ხელოვნური ინტელექტის ჰალუცინაციები. ხა რას ნიშნავს ეს ხელოვნური ინტელექტის ჰალუცინაციები, რომ ხანდახან აი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ხელოვნურ ინტელექტში ჩატვირთულია, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიცაც მან ისწავლა, ის შეცდომებს უშვებს. აი მაგალითად აქ ხო ამ ხელებს საჭიროზე მეტი თითები აქვს. ხო ვიღაცამ ალბათ დაუწერა ხელოვნური ინტელექტის პროგრამას, რომ შექმენი გამოსახულება, რომელშიც მოხუც ადამიანს, რომელსაც თითებზე ბევრი ბეჭდები აქვს, უჭირავს რაღაცა ქვის ბურთები, ხო? და აი თითების რაოდენობაში, ხო, უკვე ხელოვნური ინტელექტი შეცდა. მე შემიძლია ესეთი მოვიყვანო მაგალითი ხელოვნური ინტელექტის ჰალუცინაციების, შედარებით ახალი რო იყო ეს პროგრამები, რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებდი და მაგალითად ერთ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის ვკითხე, რომ მომიყევი ყველა ის ბრძოლა, რომელიც გადახდა
თბილისს და რაღაც ჩამოწევა ამ საუკუნეში ეს ბრძოლა გადახდა ამ საუკუნეში და მე თქვა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს თბილისი დაიპყრეს გერმანელებმა და მე მოკავშირეების არმიამ გაანთავისუფლა. ანუ თბილისი წარმოიდგინა როგორც საშუალო ევროპული ქალაქი. ანუ მეორე მსოფლიო ომის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა და ამიტომ საშუალო ევროპული ქალაქის ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მიანიჭა თბილისს, ხო? ანუ აი ჰალუცინაცია, არ არსებული ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მიანიჭა. აი კიდე ერთი მაგალითი ნახეთ როგორ არის ჩვენ ზირთად ვიყენებთ დიდ პლატფორმებს, ხო? ეს ამაზეც ვილაპარაკებთ მე ChatGPT, Google-ის Gemini, ხო, თქვათ Microsoft-ის იქ ჩინელების DeepSeek-ი, Twitter-ის, რომელსაც X-ი ქვია, ხო, Grok-ი, ანუ ბევრი არის. და ასევე თქვენ შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა გადმოიწეროთ თქვენ კომპიუტერში. უბრალოდ თვითონ ეს მოცულობი ძალიან დიდია და ამიტომ გიწევთ ინფორმაციის შემცირება, რა, ანუ თლიან მოდელს ვერ გადმოიწერთ, კვანტიზაციას ეძახიან დაპატარავებული. ახლა ამას რა პლუსი აქვს, რომ ინტერნეტის გარეშე შეგიძლია ელაპარაკო ამ მოდელს, შეგიძლია აბარჯიშო შენ ტექსტებზე, თქვათ, მწერალი ხარ და შენი ტექსტები აუტვირთე და ეუბნები, რომ აი ჩემი ლიტერატურული ეს სტილი შეისწავლე და რაღაცას რო გეტყვი ამ სტილში დაწერე, ხო? და ასე შემდეგ და ექსპერიმენტებს ვატარებდი, ესეთი მოდელი გადმოვწერე და ვუთხარი რომ დამიხატე პატარა ფისო, ხო? და აი პატარა ფისო და აი ესე ხაზებით დამიხატა და ველური ფანტაზია მიაწერა. ეხლა რატო გამოვიდა ესეთი უსახური ნახატი? იმიტომ რომ მას არ ყოფნიდა მოცულობა, არ ყოფნიდა ინფორმაციის რაოდენობა იმისთვის, რომ რეალისტური კატა დაეხატა და ამიტომ ხაზებით დახატა. იმიტომ რომ თვითონ მოდელი იყო, ასე ვთქვათ, შემცირებული, ხო? ანუ რაღაცა შემცირებული ქონდა შესაძლებლობები. ეხლა რამ განაპირობა ხელოვნური ინტელექტის შექმნა, ხო? ნუ ერთი განაპირობა იმამ, რომ კომპიუტერები იმდენად ძლიერი გახდა, რომ ეხლა აუცილებელი აღარ არის ზუსტად გაუწერო ინსტრუქცია, შეგიძლია მიცე ინფორმაცია და უთხრა, რომ მოდი ამის საფუძველზე შენ თვითონ ისწავლე. ხო? ეს ერთი მომენტი და მეორე ჩვენს ირგვლივ არის ძალიან ბევრი ციფრული ინფორმაცია, ხო? თუ კი ადრე თქვათ რა, წერილ-წერილით გაღალდის ფურცელზე, ნახატს ხატავდით, რა ვიცი, ტილოზე და ასე შემდეგ, ხო? ეს არსებობდა ერთი ცალი კოპიო მარტო. ეხლა ციფრული, ხო, ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილები, გადაღებული ფოტოები და ასე შემდეგ, ეს უზარმაზარი რაოდენობა ციფრული მონაცემებისა გროვდება, აი რაღაც ეგეთ შედარებები მოყავთ ხოლმე, რომ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და როცა ქალაქი ალექსანდრია დაიპყრეს მუსულმანებმა, 2 კვირის განმავლობაში წვავდნენ იქ წიგნებს, ხო რა, ისეთი მოცულობა იყო წიგნებისა იქ. და დღეს აი მთელი ის წიგნები, რომლებიც დაკარგულია და არ ვიცით რა და როგორ იყო, მაგრამ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა, ისინი დაეტევოდა ერთ ფლეშ მეხსიერებაზე, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენ ციფრულ მონაცემებს ვიყენებთ, ეს ციფრული მონაცემები არის ძალიან ბევრი. ხო? ანუ თითქოს აი ესეთი ამაზეც მიფიქრია, რომ თითქოს ჩვენ ადამიანები ახლა ჩართული ვართ პროცესში, ვცდილობთ ყველაფერი გავაციფრულოთ, ხო? იმიტომ რომ რაც ვიღებთ ფოტოებს, ვაკეთებთ რაღაცა ჩანაწერებს, ვიღებთ ვიდეოებს და თითქოს ჩვენი სამყაროს, თითოეული ჩვენთაგანი არის აი ესეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი სამყაროს არქივს ქმნის, ხო? რაღაც აციფრულებს ჩვენ სამყაროს. და როცა გაქვს ძალიან ბევრი ციფრული მონაცემები, შეგიძლია ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარო და იპოვო ისეთი რაღაცები აღმოაჩინო, რისი აღმოჩენაც აი ესე დამუშავებით, აი რაღაცა დავჯექი, წავიკითხე, გავიაზრე, აზრი გამოვიტანე, შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრია და ეს მონაცემები და ვერ წაიკითხავ. Google-ს ქონდა ესეთი პროექტი, ეხლაც აქვს, უბრალოდ მასშტაბები შეამცირა ამ პროექტის, Google Books. მათი იდეა იყო, რომ მოდი ყველა ის წიგნი, რომლებიც კაცობრიობის განმავლობაში გამოიცა და რომელზეც საავტორო უფლება არ ვრცელდება, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ავტორის გარდაცვალებიდან თუ არ ვცდები 70 წლის მერე მისი ნაწარმოები ხდება ზოგად საკაცობრიო, ხო? ანუ პირობითად ვინმეს თუ უნდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების გამოქვეყნება, უკვე საავტორო უფლებებს არავის აღარ ვკითხავთ, ავიღებთ და უბრალოდ გამოვცემთ ამას წიგნად.
და თქვენს რომ ყველაფერი რაზეც არ ვრცელდება საავტორო უფლებები, მოდი დავდოთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტში. ვინაიდან მათ ეს დასკანერება დაიწყეს ამ წიგნების, ხო, და Google-ის საძიებო სისტემაა შექმნეს სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ წიგნებში ძიების განხორციელება. და აი ეს არის Ingram Viewer, რომელშიც არის შეტანილი ყველა ის წიგნი, რომელიც აქამდე მათ დაასკანერეს და შეგიძლიათ ჩაწეროს სიტყვები და ნახო, რამდენად ხშირად არის ეს სიტყვა გამოყენებული იმ წიგნებში, რომლებიც არის დასკანერების მიერ წლების მიხედვით. ანუ ადრე ფილოლოგებს ეგეთი სამუშაო ჩაეტარებინათ, ხო, რაც ატარებდნენ ხოლმე კვლევას, რომ აი რა სიტყვებს უფრო ხშირად ვიყენებთ ქართულ ენაში, მაგალითად, ხო, ამიტომ თქვა რაც გამოიწერდნენ გაზეთებს, იჯდნენ და კითხულობდნენ და მე ხდებოდა ამის ბარათებზე ამოწერა და მე დათვლა, ხო, ანუ ძალიან შრომატოვანი პროცესია და აქ ამას წამებში აკეთებ. აი ნახეთ, მე ჩავწერე სიტყვა სიყვარული და სიტყვა ფული. და ჩვენ ხედავთ, რომ 1800 წელს, საიდანაც იწყება ეს ათვლა, უფრო ხშირად წიგნებში არის სიტყვა სიყვარული, ვიდრე სიტყვა ფული. ხო? და აი ისა რა ქვია, მე ხედავთ, რომ 1912 წელს ფული იმარჯვებს, უფრო ხშირად არის წიგნებში სიტყვა ფული, ვიდრე სიყვარული და მე 1999 წელს აი ისევ სიყვარული იმარჯვებს, ხო? აი ძალიან საინტერესო ხალხი ჩავწეროთ სიტყვა ომი, ჩანს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ხო აქტუალური ხდება, მეორე მსოფლიო ომის დროს აქტუალური ხდება და ეხაც ბოლო პერიოდში ხო რაღაცა აქტუალური ხდება. და ასე შემდეგ, ხო? აი როცა გაქვს ბევრი მონაცემები, იქ შეიძლება იპოვო ისეთი კანონზომიერებები, რომლის ჩვეულებრივად მოძებნა ძალიან რთულია. აი კიდე ერთი მაგალითი, ბევრი მონაცემებით რის გაკეთება შეიძლება ამერიკაში არის სუპერმარკეტების ქსელი Target-ი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელია და მან ჯერ კიდე ერთი 20 წლის წინ დაიქირავა მათემატიკოსები და სტატისტიკოსები და უთხრა რომ მოდი აი ჩვენ ვაგროვებთ ამდენ ინფორმაციას და მოდი ვნახოთ აბა ამ ინფორმაციით რისი გაკეთება შეიძლება. ხა რას გულისხმობდნენ ისინი, როცა ჩვენ სუპერმარკეტში გვაძლევენ ლოიალობის ბარათს, ხო, ის რეალურად ფასდაკლების ბარათი არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის ფასდაკლება არ არის. ის არის ლოიალობის ბარათი, ჩვენ ხვდებით მათი ცდის პირი. ეხლა შევსწრები კარგად ავხსნა. ნახეთ როგორ არის ნებისმიერ მაღაზიას ჭირდება კვლევა, რომ რამდენი ადამიანი შედის დღის განმავლობაში, რომელ პროდუქტს უფრო ხშირად ყიდულობს და ასე შემდეგ. ხო, ადრე მაღაზიები ქირაობდნენ კვლევას, რომელიც კარებში იდგა, უყურებდა, ინიშნავდა, რაღაც კითხვებს სვავდა და ასე შემდეგ, ხო? დღეს ეს ყველაფერი ელექტრონულად რო არის, ხა როცა მაძლევენ ამ ფასდაკლების ბარათს, ლოიალობის ბარათს, წერენ ჩემს სახელს, გვარს შეიძლება გითხონ სად მუშაობ ხო პროფესიას და მე უკვე ასაკს და მე უკვე ხო რომელ საათზე შემოვედი, რომელი პროდუქტები ვიყიდე, ეს უკვე ავტომატურად ებმევა ეს ინფორმაცია. დღეს ნებისმიერ სუპერმარკეტი უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებს ციფრული სახით, ვიდრე დაახლოებით რა ვიცი 50-60 წლის წინ რომელიმე ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო. იმიტომ რომ როცა ფინანსთა სამინისტროები აგროვებდნენ მონაცემებს ქაღალდის ფურცელზე, მათ გარკვეული შეზღუდვა ჰქონდათ, იმიტომ რომ შენ თუ მოაგროვე 100 კარადა ინფორმაცია, ხო, რაც გაძეძგილია ფურცლებით 100 კარადა, იმას ვერავინ ვერ დაამუშავებს, აზრი არ აქვს და აი ამ ციფრულ სამყაროში პრობლემა არ არის და მათ თქვენს რომ მოდი, აბა ხო ვაგროვებთ ამ ლოიალობის ბარათით რაღაც ინფორმაციას, ნახოთ რის გაკეთება შეიძლება და მარკეტოლოგებმა იციან რომ ადამიანი ცხოვრებაში ირჩევს რაღაც მაღაზიას და ძირითადად იმ მაღაზიაში დადის იმ ქსელში. და მხოლოდ რამოდენიმეჯერ ცვლის მაღაზიას, მაგალითად, როცა თქვათ ოჯახი შექმნა, ან სხვა სამსახურში გადავიდა, ან სხვა ქალაქში გადავიდა და ერთ-ერთი ესეთი მომენტი არის, როცა ფეხმძიმარი ადამიანი შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აუ, იქით რაღაც უფრო კარგი პროდუქტებია ბავშვისთვის, მოდი სხვა მაღაზიას, სხვა ქსელს ვიპოვი და მათ თქვეს, რომ ჩვენ შეგვიძლია იმის და მიხედვით რას ყიდულობს ადამიანი, დავადგინოთ ფეხმძიმეთ არის თუ არა და გაუგზავნოთ რაღაც სასაჩუქრო კუპონები მათ. და 29 მარკერი იმისა, რომ ადამიანი ფეხმძიმე რაღაც შეიმუშავეს და დაიწყეს ამის დაგზავნა და ერთმა კაცმა დაურეკა
call center-ში უთხრა ეს რა წესია, ჩემ შულს მოვიდა აი ესეთი კუპონი, იმასთან დაკავშირებით რომ ულოცავი რომ ფეხმძიმეა, ის თინეიჯერია, ისეთი ხმა გინდათ ამითი. ამით მოთხეს რომ ჩვენ call center-ი ვართო, ეს სხვა განყოფილება მუშაობს ამ პროექტზე, აუცილებლად დაუკავშირდებით და ვეტყვით. მეორე დღეს დაურეკეს ამ კაცს და უთხრეს რომ აი ბოდიშს ვიხდით, ალბათ პროგრამამ შეცდომა დაუშვა და ამ კაცს მოთხრა არა პირიქით მე მაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩემი შვილი მართლაც ფეხმძიმედ ყოფილა, ხო? ანუ აი ნახეთ, როცა ბევრი მონაცემები გაქვს ადამიანზე შეიძლება ისეთი რამე გაიგო, რომელზეც რაც მისმა ახლობლებმაც არ იციან. აი აქ მე მაქვს ლინკი 2012 წლის სტატიაზე, რომელიც Forbes-ში დაიწერა, რომელიც ამ თემას ეხება ზუსტად აი ეს кейსია, ასე ვთქვათ, განხილული, ხო? აი ეს ასე ვთქვათ, გავლენა ხელოვნური ინტელექტზე ბევრი მონაცემის, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს იმდენად დიდი რაოდენობის მოცულობის ინფორმაციას და დასკვნებს აკეთებს იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციაზე და აყნობით, რომ ადამიანი ამდენის დამუშავებას ვერ შეძლებს, ხო? და ეხლა მივახლოვდეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხებზე. აი ეს არის წიგნი, რომელზეც მე მუშაობ ერთ გერმანელ პროფესორთან ერთად. დავარქვით ესე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნება. იმიტომ რომ აქ უფრო იმაზეა საუბარი, როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად და ასე შემდეგ და რაც როცა მზად იქნება ქართული ვერსია, სავარაუდოდ ელექტრონული სახით გავაზიარებ და თქვენს გექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ამ წიგნს ყველა თავს ბოლოში მოყვება პატარა დავალება და მასწავლებლებს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ერთი ან ორი გაკვეთილი, რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც თავიდანაც მოგეწონებათ, მე შეიტანოთ თქვენ რაღაც სილაბუსში, იმიტომ რომ გამზადებული არის საკითხი განხილული და მე ამ საკითხთან დაკავშირებით დავალებაა მოცემული. ეხლა ამ წიგნში რაზე საუბრობთ? ნუ ერთი ეს რომ ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი და არა კონკურენტი, ხო? რომ აი საუკეთესო ფოტოაპარატიც კი ვერ შექმნის შედევრს ფოტოგრაფის გარეშე. ფოტოგრაფს აქვს ხედვა, კომპოზიციის გრძნობა და იცის რა ემოციის გადმოცემა სურს, ხო? ანუ ფოტოაპარატს მართავს ფოტოგრაფი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ფოტოაპარატები ძალიან განვითარებული მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტებია, მაგრამ მას ჭირდება ადამიანი, რომელიც მას მართავს, ხო? ხელოვნური ინტელექტის როლიც არის ხელოვნური ინტელექტი თქვენი ხედვისა და იდეების განსახორციელებლად საჭირო მძლავრი ხელსაწყოა. ის თქვენ ხელშია და თქვენ წყვეთ, როგორ გამოიყენოთ, ხო? ანუ თქვენს მაგივრად ის ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მას ვერ დაიბადება იდეა, რომ მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ხო? ეხლა ხედვა და მიზანი, ხო? ნუ ადამიანის როლი ამ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის პროცესში, ხო? რა არის, რომ თქვენ ისახავთ მიზანს და განსაზღვრავთ ხედვას. ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ჰქონდეს უნიკალური იდეა, მიიღოს გადაწყვიტოს რაღაცა თქვენს მაგივრად და ვერ მიხვდება რისი გადმოცემა გსურთ საბოლოო ჯამში, ხო? ხელოვნური ინტელექტის როლი არის ხელოვნური ინტელექტი გეხმარებათ მიზნამდე მისასვლელ გზის შემცირებაში. მართლაც ტექნოლოგიები დაგვეხმარა იმაში, რომ იდეიდან რეალიზაციამდე გზა შემცირდა. აი თქვენ იცით, რომ არსებობს პლატფორმები ხელოვნური ინტელექტის დაუწერთ და შეგიქმნის ვიდეოს, ხო? ანუ ისეთი ვიდეოს შესაქმნელად საჭირო იყო რაღაც რეჟისორი, გადამღები და უზარმაზარი გუნდი ადამიანებისა, რომ ეს ვიდეო გააკეთებინა და ეხლა შენ თუ გაქვს იდეა, შენ თუ გაქვს ხედვა, შენ თუ იცი საბოლოოდ რა უნდა იყოს გადმოცემული ამ ვიდეოში, შენ ამას ეუნები ხელოვნურ ინტელექტს და ის მერე ამაზე თქვათ შენი დავალებით მუშაობს, ხო? და ერთი რომ ადამიანს აქვს ხედვა და მეორე ეს კრიტიკული შეფასება და პასუხისმგებლობა, ხო? რომ ხელოვნურ ინტელექტის პასუხები ყოველთვის არ არის ზუსტი, შეიძლება დაეყნოს არასანდო ინფორმაციას, ან საერთოდ გამოიგონოს ფაქტები, აი ჰალუცინაციაზე ვილაპარაკეთ, თქვენ ხართ საბოლოო ფილტრი, რედაქტორი და ფაქტების გადამოწმებელი. ანუ ადამიანის როლი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის პროცესში, ხო? ესეთ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფთ, რომ ერთი თქვენ გაქვთ ხედვა და აძლევთ დავალებას და მეორე თქვენ ხართ მის მიერ შესრულებული სამუშაოს შემფასებელი. თქვენ აფასებთ, რომ კი ეს კარგად არის გაკეთებული, არა თავიდან გააკეთე, არა ჩამისწორე, არა ეს დაამატე, არა ეს გამოაკელი და ასე შემდეგ, ხო?
ეხლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები შექმნილია იმისთვის, რომ თქვენ მათთან რა შეიძლება დიდი დრო გაატაროთ. ხო, აი ესეთი პრობლემაც არის, ხო? აი როგორც სოციალური მედია, ხო, ცდილობს, რომ რაღაცა ისეთი განახოს, რომ არ გათიშო, ხო? აქაც თუ შეყევით ხელოვნურ ინტელექტთან საუბარს, არ დაეზარება, არ გაჩერდება, გააგრძელებს და შეეცდება, რომ ეს საუბარი რაღაცა გაგრძელდეს, ხო? და манипуляციური პრაქტიკა ამაზე იყო სტატიები, ეხლა სხვა შორის ცოტა მოუკლეს, მაგრამ ძალიან კრიტიკული სტატიები იყო, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გამოიყენოს ტაქტიკა, რომელიც მომხმარებლის თვითშეფასებას ამაღლებს, მაგალითად შეგაქებთ თქვენი კითხვების სიღრმისთვის, რათა თქვენ მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გაგიჩნდეთ, ხო? აი მაგალითად თუ რომელიმე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას იყენებთ ხშირად, აი შეგიძლია მათ დაუსვათ მას კითხვა, რომ აი როგორ დამახასიათებ მე, აი ხო რაღაცა დავალებებს გაძლევ თქვენთან, ხო მუშაობ ამ პლატფორმასთან, აი ჩემ შესახებ მოყევი, აბა რას ფიქრობ, ხო? აი ნახავთ როგორი დადებითი ეპითეტებით, ასე თქვა, შეგამკობთ, ხო? და ამიტომ ესეც არის გასათვალისწინებელი, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები შექმნილია ადამიანის მიერ და ნუ მათი მარკეტინგული სტრატეგიაა, რომ რაღაცნაირად თავი მოგაწონონ, ხო, თქვენ. ეხლა ხელოვნური ინტელექტისთვის მიცემული დავალების, ანუ აი ჩვენ როცა ვუწერთ დავალებას, ნუ ინგლისურად ამას ქვია პრომპტი. ხო? ამ პრომპტის ფორმულა ასეთია. რომ შენ თუ პირდაპირ დაუწერე ხელოვნურ ინტელექტს, რაღაც ხვალ გაკვეთილი მაქვს და მომიფიქრე, თქვა რა ვიცი, საინტერესო თემა ჩემი გაკვეთილისთვის, კონტექსტი თუ არ მიაწოდე, ხო, რომელი საგნის მასწავლებელი ხარ, რა საკითხებს გადიხართ, რომელ კლასში არიან თქვენი მოსწავლეები, მაშინ ძალიან მშრალ და ზედაპირულ რჩევას მოგცემთ, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია სამი ძირითადი კომპონენტი. ეს არის კონტექსტი, მაგალითად შეგიძლია დაუწერო შენ ხარ არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრის სოციალური მედიის მენეჯერი, ხო? ანუ რაღაცა შენ ხარ არ ვიცი, მე-6 კლასის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი. ანუ ამ როლს ჩვენ ვანიჭებთ ხელოვნურ ინტელექტს. იმ მომენტში ჩვენთვის ხელოვნური ინტელექტი ხდება ეს პიროვნება. ხო და დავალება, ხო, რაღაცა მომიმზადე, ესა რა ქვია, პრეზენტაციისთვის იდეა, ან რაღაცა საშინაო დავალების იდეა, ჩვენ გავდივართ ახლა ამ ამ საკითხს. და უბრალოდ მომიმზადე დავალება და შემდეგ ინსტრუქცია უკვე დეტალური, რომ აი ამ საკითხს გავდივართ, ამ მოცულობის უნდა იყოს ეს პრეზენტაცია და ან რაღაც დავალება პროექტული ხასიათის უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ის უკვე უფრო დეტალურ და ხარისხიან, ასე ვთქვათ, შედეგს მოგაწვდით თქვენ. ნუ ამ პრომპტის ფორმულებზე ბევრი სხვადასხვა ესეთი კარდები არსებობს, ხო, აი რაღაც კონტექსტი, დავალება, ინსტრუქცია. შეგიძლია დამატებით კიდე რაღაცები მიაწოდო, რომ კიდე უფრო კარგად გაიგოს და რაც ყველაზე მთავარია, რასაც მოგაწოდებთ საპასუხოდ, ხო, ეს არ არის, ასე ვთქვათ, საბოლოო შედეგი. თქვენ ყოველთვის შეგიძლია უთხრათ დამიზუსტე, ეს დაამატე, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როცა ვეძებთ რაღაცას Google-ში, ხო, აი შედეგი გვაქვს და ამ შედეგთან უკვე ვერ შევდივართ კომუნიკაციაში, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტს რა შედეგსაც მოგაწოდებთ, ამ შედეგთან კომუნიკაციაში შეხვიდეთ, გააგრძელოთ მასთან, ასე ვთქვათ, საუბარი, სანამ არ მიიღებთ სასრულეს შედეგს. ეხლა გამოყენების მაგალითები, ნუ ვიცით, რომ მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყენებენ. მოსწავლეს მარტივად შეუძლია დააწერინოს დავალება ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას, ხო, რაც უთხრას, რომ შენ ხარ მე-7 კლასის მოსწავლე, დამიწერე ქართულის დავალება, მოამზადე პროექტი გამოჩენილი ქართული მწერლების შესახებ, ხო? და ძალიან შეგიძლიათ მე ჩაწეროთ ეს ძალიან ხარისხიანად საინტერესოდ გაიკეთებთ ამათ, ქართული ენაც იცის, კონტექსტის ესმის, ვთქვათ, ქართველი მწერლები და ამ ყველაფერს მოგაწოდებთ. ამიტომ აი ესეთი ტიპის დავალებებმა, ხო, აი წერით ჩაბარება, ან სახში რაღაცა ტესტის გაკეთება, აზრი დიდწილად დაკარგა. მე უნივერსიტეტში ვცდილობ, რომ ჩემო სტუდენტებმა პრეზენტაცია წარმოადგინონ. ნუ ქემაინც გამოვა, მოყვება, ნუ ჯგუფური პრეზენტაცია მართალია, მაგრამ მაინც რაღაცა კომუნიკაცია დამატებითი კითხვების დასმა შემიძლია. უფრო მეტიც მათემატიკის შემთხვევაში შეუძლია პირდაპირ სურათი გადაუღოს, ხო? აი მაგალითად აი ამას რო გადაუღოს ბავშვმა სურათი, არც დაუწეროს არაფერი,
ეს დავალება რომ აი ამის რაღაც ჯამი აინტერესებს ხო საბოლოო და ასე შემდეგ თვითონვე მიხვდება. ან მაგალითად თუ არის ტექსტი, ამ ტექსტსაც ამოიკითხავს, ანუ თქვენ თუ გაქვთ რამე თქვა ამობეჭდილი ფურცელი, რომელიც გინდათ ტექსტად გადააკეთოთ, ხო? შეგიძლიათ აუგვტვირთოთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას და უთხრათ, რომ გადამიქცია ეს ტექსტად. ანუ გამოსახულებიდან ტექსტად გადაქცევაც შეუძლია ამ პლატფორმებს, ეს პრობლემა არ არის და შესაბამისად აი ამასაც ამოიკითხავს დავალების პირობას და დაუწერს ბავშვს, ხო? მაგრამ მეორე მხრივ, ხო, ბავშვებს შეუძლიათ საინტერესო ინფორმაციის მოძიება, ხო? ამიტომ შეიძლება მასწავლებლმა პირდაპირ ესეთი დავალება მიცეს, რომ მოდი, აბა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა და აი გაუზიარეთ მას კონტექსტი, უთხარით, რომ ის არის არც მე-7 კლასის მოსწავლე, დაავალეთ, რომ მოამზადოს პრეზენტაცია, თქვათ, და ინსტრუქცია იყოს თამარ მეფის მმართველობის პერიოდი და მე ბავშვმა განიხილოს, რომ აბა მისი აზრით რა იყო სწორი ამ პრეზენტაციაში, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ჩამოუწერა, რა იყო არასწორი, რაც შეცვლიდა, რაც გააკეთებდა სხვანაირად და უკვე თვითონაც ამ დისკუსიაში ჩაერთვება, ხო? ხა მასწავლებლის შემთხვევაში საშინაო დავალებაზე მუშაობა, ხო? თქვათ, როცა მასწავლებელი მუშაობს საშინაო რაღაც ბავშვებისთვის უნდა მოამზადოს საშინაო დავალება, თქვათ, რაღაცა საჭირო ინფორმაციის მოძიება, წყაროების მოძიება, იდეების მოძიება, ხო? ანუ ისევ და ისევ აქ მაგალითად საგაკვეთილო გვეგმის მომზადება, ხო? აი კონტექსტი, შენ ხარ მათემატიკის მასწავლებელი, დავალება მოამზადე საგაკვეთილო გეგმა მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, ხო, ინსტრუქცია, გაკვეთილის თემა, უარყოფითი რიცხვები და გაიკეთებს ამას. როცა ჩამოგიწერს, შეგიძლია უთხრა, რომ დეტალურად გაწერე საშინაო დავალების პირობა, დავალება უნდა იყოს პროექტის სახით. დაგიმატებს ამას. მე შეგიძლია უთხრა, რომ სოლო ტაქსონომიის პრინციპების მიხედვით მოამზადო საპროექტო დავალების შეფასების რუბრიკა და რუბრიკასაც დაგიწერს. რასაც მოამზადებს, იქ შეგიძლია დაზუსტებები მიწერო, რომ ეს დამიზუსტე, ეს დამიმატე და აი ამ ყველაფერს პლატფორმა გაიკეთებს, ხო? ეხლა შეფასებისას მაგალითად შეგიძლიათ ანუ აი ხელნაწერის გარჩევა უჭირს, მაგრამ თუ ეს არის კომპიუტერული ფაილი, ძალიან ადვილია, თუ ეს არის ამობეჭდილი ფაილი, ამ შემთხვევაში შეუძლია შეგიძლიათ პირდაპირ დავალება აუთვირთოთ და კითხოთ მას, რომ აბა ეს არის მე-7 კლასელის მიერ მომზადებული დავალება, ჩვენ გავდივართ ამ და ამ საკითხს და აბა მითხარი დადებით სუსტი და ძლიერი მხარეები. ანუ კიდევ და კიდევ ერთხელ ეს კი არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი თქვენს მაგივრად შეასრულებს ამ დავალებას. ის უბრალოდ იდეებს მოგაწვდის. ეს დაახლოებით გავს იმას, როცა პაციენტი მიდის ექიმთან, ექიმმა შეიძლება გაუშვას რაღაც ანალიზების გასაკეთებლად და ნუ ანალიზებს რაღაცა მოწყობილობა აკეთებს, ხო? რაღაც თქვა, რაღაც MRT გადაიღო. მაგრამ ის MRT დიაგნოზს არ სვავს, მე მოდის ექიმთან, აქ მოაქვს უამრავი მონაცემი, რომელიც ამ ტექნოლოგიურმა მოწყობილობებმა ასე თქვათ დააფიქსირეს და შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. ხო, ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი დამხმარე ასისტენტი, რომელიც ამ შავ სამუშაოს ასრულებს და თქვათ შეუძლია არა უშუალოდ შეაფასოს მოსწავლეები, ანუ შეფასებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაგიზიაროთ თქვენ, ხო? შეიძლება შეფასების რუბრიკა მოამზადოთ, დავალების შემოწმებში დაიხმაროთ, შესრულებული დავალებების შემთხვევაში რეკომენდაციები მოამზადოთ. ბატონო სანდრო, მიკროფონის პრობლემა მქონდა და სლაიდი არ გადადის, არის ერთი და იგივეზე გაჩერებული და ამდენ ხან ვერ მოვახერხე, ხო, მიკროფონის პრობლემა მქონდა. აი ეხლა გადადის, მე მგონი ცოტა ნელ-ნელა. კოლეგებიც იწერებოდნენ, ბოდიშკი ხდით რომ დროულად მოახდინეთ რეაგირება. კი, ხო, აი რა ვიცი, აი ეს არის წიგნის ყდა, რომელზეც ვისაუბრე და ანუ დანარჩენ ისეთი მაინდა-მაინც ლამაზი სლაიდები არისო. ესეთები არის. ხო, აი მოსწავლეებს აი ამას ვამბობდი, რომ აი პირდაპირ ეს რო გადაიღოს სურათი ამისი, ასე თქვათ, მოსწავლემ, ხო, პირდაპირ დაუწერს პასუხს. არც კი ჭირდება ინსტრუქცია. ან მაგალითად ამას რო გადაიღოს ბავშვმა სურათი, ხო, ამ ტექსტს წაიკითხავს
და პირდაპირ დაუწერს ასე ვთქვათ შედეგს. დანარჩენები აი ესეთებია. ხო, აი აქ ვიყავით ამ შეფასებასა, რჩევები და რეკომენდაციები შეუძლია მისცეს მასწავლებლებს. აი შესრულებული ნამუშევრის ანალიზი ხო, რჩევები. ანუ ისევ და ისევ ის არ არის შეფასება, ის არ აკეთებს შეფასებას ადამიანი აკეთებს ხო კონტექსტი, რომ შენ ხარ მერვე კლასის ქართულის მასწავლებელი, გაანალიზე საშინაო დავალება, დაწერე განმავითარებელი შეფასება, შემდეგი რუბრიკები შესაბამისად. ეს არნიშნავს, რომ თქვენ მე ამას დააკოპირებთ, ხო, ჩახედავთ, შეიძლება ეს რეკომენდაცია იყოს მისი და მე რაღაცებს გაასწორებთ. ძალიან კარგად მუშაობს ცხრილებთან, ხო? აი მე მაგალითად მქონდა რაღაცა დიდი ცხრილი, რომელშიც აღარ მახსოვდა უკვე ფორმულა, რომლითაც რაღაც უნდა გამეკეთებინა და დაუწერე, რომ აი რაღაც D ველში და E ველში რაღაცა წერია, აი ეს ამასთან დამიჯამე, ან გადააკეთე, ან გადმოაკეთე, ანუ ის რასაც Excel-ში აკეთებთ ფორმულებით, ხო, შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტს სიტყვიერად ავხსნათ. ატვირთოთ ფაილი, სიტყვიერად ავხსნათ და ის მერე ამის მიხედვით შეასრულებს უკვე შესაბამის სამუშაოს. და ან დაგიგენერირებთ Excel-ის ფაილს. ხა რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს, ნუ პირველი იყო ChatGPT, OpenAI არის ესეთი ორგანიზაცია, რომელმაც შექმნა ეს და ნუ ეს იყო ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ მანამდე ვიცოდით ჩვენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მეცნიერები და აქედან ამ პლატფორმამ უკვე შესაძლებლობა მოგცა, რომ ნებისმიერ ადამიანმა თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივად გამოიყენოს ეს ხელოვნური ინტელექტი, ხო? და ვიცით, რაღაცა კარგად მუშაობს. შემდეგ უკვე აი ამ ChatGPT-მ გამოიწვია ის, რომ სხვა კომპანიები დიდი დაფიქრდნენ, რომ აი გაჩნდა რაღაც ახალი ტიპის პროდუქტი, რომელიც ადამიანებს აინტერესებს. მაგალითად, ეს იყო ძალიან დიდი შეშფოთების საგანი Google-ისთვის, ვინაიდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანები აღარ დაიწყებენ ძიებას Google-ში, პირდაპირ კითხავენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას. და Google-ს რო არ დაეკარგა ეს პოზიციები, სასწრაფოდ გააკეთა ჯერ Bard-ი ერქვა, ეხლა ქვია Gemini მის პლატფორმას, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი არის, საკმაოდ კარგად მუშაობს და მე აი უშუალოდ აი ამ ძიებაშიც დაამატა უკვე ასე ვთქვათ აი ეს ხელოვნური ინტელექტი და დღეს იცით რომ რაღაც მომენტში შეიძლება პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის პასუხებს გთავაზობთ. ეს არის DeepSeek-ი, ჩინელების პლატფორმა, იმიტომ რომ მანამდე მხოლოდ დიდ ამერიკულ კომპანიებს ჰქონდათ ესეთი ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები და საუბარი იყო იმაზე, რომ იმისათვის რომ ესეთი რამე გააკეთოთ, ძალიან ბევრი რესურსები გჭირდება. ფინანსური, ტექნოლოგიური და ეს მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ და აი ეს DeepSeek-ის მაგალითი იყო ის, რომ აი თურმე სხვა ქვეყნის კომპანიებსაც შეუძლია იგივეს გაკეთება, ხო, აი ამის მაგალითი იყო ჩინეთი და ჩინეთი თავს იმით იწონებს, რომ მას გაცილებით ნაკლები დაუჭდა, ნაკლები რესურსით შეძლო კარგი შედეგის მიღწევა. და კოპილოტი ჩვენთვის განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის უფასო არის, ნახეთ როგორ არის, არსებობს კოპილოტის საგანმანათლებლო ვერსია, ხო, ანუ ჩვენთვის კოპილოტის საგანმანათლებლო ვერსია არის უფასო. აი ნახეთ, აქ რამდენიმე ანუ რეალურად ესენი არიან სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტები და თქვა თუ რაღაცა პასუხი არ მოგეწონა, შეგიძლია გადართო. აი GPT-5, ანუ ChatGPT-ის მოდელი გამოიყენო. შეგიძლია აი აქ წერს, რომ აი ამ შემთხვევაში 2-3 წამში დაგიბრუნებს პასუხს, ამ შემთხვევაში შეიძლება 10 წამი დაჭირდეს, მაგრამ უფრო სიღრმისეული იქნება ეს პასუხი, ხო? აი ეს study learn ეს არის უკვე მოდელი, რომელსაც შეგიძლია პირდაპირ დაუწერო, რომ იცი რა, აი მოდი აბა ინგლისურში გამოვარჯიშე, აი ხა რაღაც, ან მათემატიკაში გამოვარჯიშე, აი ამ თემებთან დაკავშირებით, ანუ ესე იგი შეიძლება ამ შემთხვევაში არის შენი ტუტორი,
და თემას ეუნები, რა თემასთან დაკავშირებით გინდა რომ ასე თქვა დაგისვას კითხვები და შეაფასოს მე შენი კითხვები და აი მას აკეთებს, ხო? აი რაღაც ეს მნიშვნელოვანი ღილაკი არის. აქედან შეგვიძლია ავტვირთოთ ფაილი და ეს კიდე ნუ პირდაპირ სიტყვიერად უთხრათ. ქართულის გარჩევა უჭირს, ინგლისურად რო უთხრათ, ჩვეულებრივად გაიკეთებს ყველაფერს. ხო? ქმნის ასე თქვათ გამოსახულებასაც და რა მიზანი აქვს კოპილოტს, ხო? კოპილოტის მიზანი არის ესეთი, რომ Microsoft-ი ამბობს, რომ მომავალში ჩვენ კომპიუტერს უკვე ესეთი ვერბალური კომუნიკაცია გვექნება კომპიუტერთან. ახლა რას გულისხმობს ამაში, რომ ჩვენ დღეს კომპიუტერს ველაპარაკებით ნახატებით. მე როცა მინდა ფაილი ერთი ფოლდერიდან მეორეში გადავწერო, მე ვიღებ ნახატ ფაილს, ვდებ ნახატ ფოლდერში. ანუ ჩვენი კომუნიკაცია ტექნოლოგიასთან დღეს ზირთად არის ნახატებით და აი Microsoft-ი ამბობს, რომ მომავალში ჩვენ ნახატებით კი არ დაველაპარაკებით კომპიუტერს. პირდაპირ სიტყვიერად ვეთქვით, რომ გამიხსენე ის პროგრამა, აი გუშინ რომ მუშაობდი, წამიკითხე, ეს ჩაასწორე, ეს დაამატე და ასე შემდეგ და აი კოპილოტი აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ნელ-ნელა ჩვენ კომპიუტერთან უკვე ასე ვთქვათ ლაპარაკით დავიწყოთ ასე ვთქვათ ურთიერთობა. ნუ ჯერ ისეთვე chatbot-ია, მაგრამ როგორც ვთქვათ Gemini Google-ის, როგორც ChatGPT, მაგრამ აი Windows-ში ჩაშენებულია უკვე და უკვე ნელ-ნელა შევძლებთ პროგრამების მართვას. აი პლატფორმით. ეს არის Adobe Express-ი, განათლების სამინისტრომ დადო მემორანდუმი კომპანია Adobe-სთან და მან უფასოდ გადმოგცა თავისი პროგრამის საგანმანათლებლო ვერსია. ანუ აქ თქვენ ფასიან ვერსიას თუ გამოიყენებთ, ხო, შეგიძლიათ ის ფასიანი უფასოდ გამოიყენოთ, რაღაცა დრო გაძლევს, მაგრამ რაღაც პერიოდში ერთხელ გეტყვის, რომ აი ეს თუ გინდა ფული გადამიხადე, ან რაღაც დამატებით, ხო? ანუ აი ამ საგანმანათლებლო ვერსიაში არასდროს არ მოგთხოვთ ფულს, აი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისამართიდან თუ შეხვალთ new.adobe-express.com, ხო? და აი რეგისტრაციის პანჯარაში თქვენი განათლების სამინისტროს email-ს და პაროლს თუ ჩასვათ, გადაგიყვანთ იმ პანჯარაზე, სადაც ამის ჩაწერას მოგთხოვთ. იმ აკაუნტით ამაში თავისუფლად შეხვალთ. ეხლა აქ თქვენ შეგიძლიათ აი რაღაცა სხვა პროექტები მაქვს, რაღაცა ექსპერიმენტებს ვატარებდი, ვინაიდან ეს Google-ი ეს ვინაიდან Adobe ეს პროგრამა არის გამოსახულებასთან მუშაობს, აქ შეგიძლიათ ვიდეოს მონტაჟი, აქ შეგიძლიათ გამოსახულების გენერირება, ხო? ლოგოს გაკეთება, პოსტერის გაკეთება, პოსტერის შემთხვევაში პირდაპირ უწერ, რომ გამიკეთე, რა ვიცი, ამის და ამის პოსტერი. და აკეთებს პოსტერს ისე, რომ ცალკე ტექსტი არის, ცალკე აი მოდი რაღაცა უთხრათ, რა. მერადე ეკოლოგიური პრობლემების შესახებ პოსტერი. ახოთ რამდენად დამიგენერირებს ხო, აი რაღაცა პოსტერი მომზადე, ნახეთ, ქართული ტექსტი, ნუ რაღაცა ესე არის ხოლმე, მაგრამ თუ შესაბამის შრიფტს მივაჭერ, ამ წარწერებსაც გამოასწორებს. აი ვიცი, აი გადავაკეთე, ხო? მოგეთ აი ამ ასე ვთქვათ კუბიკების არ შეგეშინდეთ. ვიცი რომ ნოტო არის. Tamam, şrifti miençamaz.
აკ შეიძლება დიდი ასოებით წერია და ამიტომ ვერ ვიშვა. კაი, აქ სავარაუდოდ იმის დიდი ასოებით დაწერა და აი შევიპოვეთ მაგის ფოტოს. ხო, ანუ მოგეთ ეს არის ერთ-ერთი დისკომფორტი, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი ამ პოსტერში ხო ეს შემიძლია გავწიო. ეს შემიძლია გავწიო. ანუ ერთიანი ნახატი კი არ შექმნა, საერთოდ ეს ფონი გამოცვალო და ასე შემდეგ, ხო? ანუ პოსტერი შექმნა, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება, ხო? ანუ ყველანი არის ესეთი შემიძლია რაღაცა გამოსახულება ავტვირთო და ზევიდან დავაწერო, რომ აი რაღაც აი ამის ბაზაზე გამიკეთე ეს და ეს, ხო? ნუ ამის გარდა აქ აი ეს გამოსახულების გენერატორი, სადაც პირდაპირ უწერ რა გამოსახულება გინდა შეგიქმნას. აქ აი ეს character animate ნახეთ როგორ რაღაცა აი ხა გამოჩნდება ბევრი სურათები, შემიძლია არჩიო პერსონაჟი, ეს შეიძლება სახალისო იყოს დაწყებით ის მასწავლებლებისთვის, ეხა ითვირთება და აქ სხვა პერსონაჟები ყავს. აი რომ დავაჭირო რატომაც ნელა მუშაობს რეკორდს. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ეს ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი ანიმაციებს ქმნიან ეკოლოგიაზეც, რა ვიცი, ყველა რეკლამებიც კი გააკეთეს. კი, არა, ძალიან ყოჩაღები არიან ნამდვილად. ხო, და ნუ აი ეს ობიექტი ეხლა თქვენი რაღაცა ჩანთა თქვენი ხმით ილაპარაკებს პირს ისე ამოძრავებს, რომ შესაბამისი იყოს ტექსტისა თქვენი. კი, ძალიან. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ტრენინგს. ხო, აქ შეგიძლიათ ვებგვერდის აწყობაც, საკმაოდ ესეთი მარტივი ინსტრუმენტია და გამოქვეყნება ამ ვებგვერდის. პრეზენტაციის აწყობა, ნახატები, ანუ აი ხაზებსავლებ და მე ეხმარება ბავშვებს ხატვაში, ინფოგრაფიკა, ლოგოს გაკეთება და აქ იყოს რაღაც ვიდეოს ეს მონტაჟი. მოკლედ ეს ინსტრუმენტი გააქვთ მასწავლებლებს და შეგიძლიათ გამოიყენოთ. აი აქ პატარა მაგალითიც ყავს მოყვანილი, რაღაცა დაუწერე მე ამ გამოსახულების გენერატორს, რომ დავით აღმაშენებელი სიტყვით მიმართავს ქართულ ჯარს, მაგრამ ვერ გაიგო კონტექსტი და რაც თანამედროვე ფოტო დამიგენერირა და მე ვუთხარი რომ შუა საუკუნეების მინიატურა, მეფე დავით აღმაშენებელი სიტყვას მიმართავს ქართულ ჯარს და აი რაღაც ეს დამიხატა, ანუ შეიძლება საინტერესო დავალება იყოს ბავშვისთვის, რომ მოდი ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადე გამოსახულება, ხო? თუ პირველ შემთხვევაში პოსტერი ვნახეთ, სადაც ტექსტსაც ადებს, ეს უბრალოდ გამოსახულება არის და მე დისკუსია იყოს ამ თემაზე, რომ აბა რა დააგენერირა სწორედ, რა დააგენერირა არ სწორედ, შენ რა უთხარი, რა შესწორება მიეცი და ასე შემდეგ შეიძლება იყოს საინტერესო. ხო? სხვადასხვა ინსტრუმენტები. აი მე მოდი სანამ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე გადავალ, მოდი კარგად ვნახოთ Google Gemini, როგორც გითხარით, თქვენ გაქვთ ცნობა Microsoft-ის Copilot-ზე. ანუ ეს უფრო მეტია, ვიდრე უფასო ვერსია, თქვენ უფასო ვერსიაზე უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ ვიდრე უფასო ვერსიაზე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ აქ იმას აქნათ, რა ქვია, შესულები იყოთ, დალოჯინებულები იყოთ. კაი, ცოტა ხანი კამერას გავთიშო. ხო, ანუ მნიშვნელოვანია რომ დარეგისტრებულები იყოთ, რომ აი სრულად გამოიყენოთ შესაძლებლობები, უბრალოდ მე განახებთ ამ კიდე ერთ ალტერნატივას, Gemini-ის მაგალითს, რომ დაახლოებით ერთი პრინციპით მუშაობენ ყველანი, ხო? ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მე ძალიან მომწონს, ეს არის Canvas. აი მაგალითად პირდაპირ ჩემი პრეზენტაციიდან, რომ დავაკოპირო დავალება ხო ერთ-ერთი რომ აი ეს ამ შემთხვევაში ხო ეს
შემიძლია ციფრები დაუტოვო, ან არ არის აუცილებელი, შეიძლება ციფრები არ იყოს. აი კანვასი ჩართული მაქვს და ნახოთ ხა რატომ ქონდა ჩართული და რა შედეგს მომწევს, ხო? აი ნახეთ, ეს ყველაფერი დამიწერა აქ. ხო? ეხლა ეს რომ მორჩება მუშაობას, მე თუ რაღაცა შესწორება უთხარი, ხო? პირდაპირ გამიკეთებს, ანუ ხელახლა კი არ მიგენერირებს ამ ტექსტს, ანუ მე და ხელოვნური ინტელექტი ერთ ტექსტზე მუშაობთ, ხო? მე შემიძლია ამაში რაღაცა ცვლილებები შევიტანო, ან შემიძლია უთხრა, რომ არ ვიცი, აღწერა, ხო? მაგალითად უთხრა, რომ რა ვიცი, უფრო იდებ უფრო დეტალურად აი ან შემიძლია უთხრა, რომ მოიყვანე მაგალითი, ხო, ან რაღაცა მაკლია ამ ტექსტში, აი უთხარი და ის ასე თქვათ, აი კი არ მიწეს, აქ მიწერს, რომ აი გავიგე რა უნდა გავაკეთო, ხო, ეს რა ქვია, აი მომიყვანა მაგალითი, მაგრამ იქით დამიწერა, ესე იგი ამ ნაწილს დაურთე შესაბამისი მაგალითი. ხო, წესით უკვე აქვე უნდა შეასრულო სამუშაო კანვასში. აი, ხო და აი, ხედავთ, აქვე დაურთო მაგალითი და იქ რაღაც საძებნი არ მაქვს. ხო, მე შემიძლია ეს რეალური ცხოვრების მაგალითი, ხო, კიდე რაც მოყვάνε. მე შემიძლია აქედან რაღაცა საერთოდ წავშალო, ანუ ფაქტიურად მაქვს ესეთი სამუშაო ფაილი, რომელზეც მუშაობ და თუ რაღაცა ადგილას რაღაცა დამატებითი მინდა, ან სხვანაირად მინდა, შემიძლია უთხრა, რომ სხვანაირად გააკეთე ამაზრის ფორმულირება, სათაური სხვანაირად დამიწერე, ხო, აი ეს კანვასი ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ აქვე ვმუშაობ და შემდეგ ბოლოს ვეტყვი, რომ დამიკოპირე, ან doc ფაილად დამიექსპორტე და პირდაპირ შემიქმნის doc ფაილს, ან დამიკოპირებს ამას. ხო, ეს ერთი არის ეს კანვასი. ხო, ამის გარდა რაც არის აქ, ხო, ეს არის deep search, როცა უფრო როგორ აქვს ღრმაძიებას აწარმოებს, თუ რაღაცა წყაროები მჭირდება და ასე შემდეგ. ვიდეოს გენერატორი აქ შემიძლია დაუწერო და ვიდეო გაქცევს, ან უფრო უკეთესია თუ აუტვირთავ ფოტოს და იმ ფოტოს მიხედვით შემიქმნის ვიდეოს. აი ეს create image ნებისმიერი გამოსახულების შექმნა შემიძლია კანვასი, რომელიც ეხან გამოვიყენე და guided learning, ხო, ნახეთ ჩვენ იმ პლატფორმაშიც, როცა მე ვთხოვ სისტემას, რომ მოდი რაღაცაში გამავარჯიშე, ასე ვთქვათ და რაღაცა თემას მივაწოდებ და ამ თემასთან დაკავშირებით გამავარჯიშებს, ხო, რაღაცა ემებს, კითხვებს და ამისვებს და შეამოწმებს ჩემ კითხვებს. ნუ კიდე ერთი პლატფორმა, რომელსაც აქტიურად ვიყენებ, AI Studio არის. ეხლა რა არის AI Studio? Google-მა ყველა თავისი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები ერთ ადგილას იმას აქნა, რა ქვია, გააერთიანა და ამიტომ აქ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენოთ, რომელიც იქ Gemini-ში არ არის. მაგალითად, ხმის გენერატორი. აი, ავირჩიე ხმის გენერატორი, ეს მეუბნება, რომ მე შემიძლია ორ ხმაში გაგიხმოვანო, მე მეუბნები, არა, ორ ხმაში არ მინდა, ერთი ხმა ჩემთვის საკმარისია და აი აქ შემიძლია დავწერო ეხლა ტექსტი. აქ შემიძლია მივუთითო ტონალობა, რომ რაღაცა მოწყენილი ხმით, მხიარული ხმით და ასე შემდეგ. აქ შემიძლია სხვადასხვა ხმები ავირჩიო. აი რაღაცა, ხა რან რო გავუშვა, არ ვიცი თქვენთან გაისმება თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე. ხო, ზოგიერთი ცოტა უფრო ხელოვნურია, ზოგიერთი საკმაოდ ისეთი არის. აი აქ არის მოდელები, რომელი მოდელით მინდა რომ გამიხმოვანოს, ხო? და
აი ეს არის რომელიც შეგვიძლია პირდაპირ ამ შემთხვევაში აი build-ში პროგრამა დაგიწეროს, მაგრამ აი generate media-ში ხო, ანუ ერთი გამოსახულების შესაქმნელი პროგრამა, მეორე გამოსახულების შესაქმნელი პროგრამა, გამხმოვანებელი პროგრამა შეგვიძლია ჩავკოპიროთ ტექსტი და გაგიხმოვანებთ და გადმოწეროთ. ეს არის მუსიკის შესაქმნელი პროგრამა და ვიდეოს შესაქმნელი პროგრამა. ეს არის უფასო. ერთადერთი შეიძლება გითხრათ, რომ როგორი რაღაცაა, იცით, რომ აი რაღაცა შენი დღევანდელი ლიმიტი ამოწურე და ამიტომ დღეს ვეღარ გაიკეთებ ვერაფერს, მაგრამ ფულს მოკლედ არასდროს არ მოგთხოვთ. და ეს არის კიდე პროგრამა Google-ის, რომელსაც მე ძალიან აქტიურად ვიყენებ, Notebook LM-ი, რომელიც აი ნახეთ როგორ არის, თქვათ ვიყენებ Gemini-ს. ვაძლევ რაღაც დავალებას. ეს დავალება არის ძალიან ზოგადი, ამიტომ ჩვენ ნახეთ, რომ თუ დავკონკრეტებ ვინ ვარ მე, ან რას ველოდები მისგან, ხო? და დავკონკრეტებ, უფრო კონკრეტულ პასუხს მომცემს, მაგრამ მაინც ის ზოგადი ბაზი დაანიღებს. ამ Notebook LM-ში თქვენ შეგიძლია ატვირთოთ წიგნი ან წიგნები და შემდეგ პასუხებს ამ წიგნს გადააქცევთ chatbot-ად. ანუ პასუხებს აქედან დაგიბრუნებთ მარტო. აი ამ Notebook LM-ში ატვირთული წიგნიდან, ხო? აი მაგალითად ქალბატონ ზექალაშანიძის სტატია ავტვირთე და რაღაცები შემიძლია ვკითხო და აი დავუწერო და ამ სტატიიდან მიპასუხებს, ამ სტატიიდან დამიზბრუნებს პასუხებს. და უფრო მეტიც შემიძლია რამე წიგნი ან მასალა ავტვირთო და უთხრა რომ ამისგან გამიკეთებ მოკლე რადიო გადაცემა. აი ნახეთ, ეხა ეს არის პაპირუსის შესახებ, რომელიც სინასტაზე არის აღმოჩენილი და ქართული პაპირუსი არის და აი ვუთხარი რომ გამიკეთე ამისგან რადიო გადაცემა და გამარჯობა. დღეს მართლაც უიშვიათეს რამეზე ვსაუბრობთ ქართულ ხელნაწერზე, რომელიც პაპირუსზეა შესრულებული. ეს არის სინის მთის პაპირუსის ფსალმუნი. დიახ, ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენი საუბარი ეფუძნება მზექალაშანიძის კვლევას და ანუ ნახეთ, ისმოდა ხო ალბათ თქვენთანაც ხმა, იმიტომ არ ვიცი ზოგიერთი პროგრამა არ უშვებს ხოლმე ხმას. ანუ ისმოდა ხო? ანუ თქვენ ნებისმიერ შეიძლება ინგლისურად იყოს ტექსტი. არ აქვს რა მნიშვნელობა რა ენაზე არის. თქვენ თუ აი აქ მიუთითებთ, რომ მე ქართულ ენაზე ვმუშაობ, აი კენას და მე ეტყვით რომ დამიმზადე ამისგან რა ვიცი მოკლე მიმოხილვა ამას მოგიმზადებთ ხო ამიტომ ბავშვებისთვის თუ გჭირდებათ არ ვიცი რაღაცა ტექსტი თამარ მეფის ეპოქაზე ან ტექნოლოგიების რაც კომპიუტერის შექმნის ისტორია ხო შეგიძლიათ ესეთი პატარა აუდიო პოდკასტები გააკეთოთ რომელსაც ბავშვებს გაუზიარებთ ხო ну აქ ბევრი ინსტრუმენტია მე შეგიძლიათ ნახოთ აი პირდაპირ აგიწყოთ კვიზი ამაზე დაყრდნობით ან გაგიკეთოთ mind map-ი ხო რომელი საკითხიდან გამომდინარეობს ან თუ არის რაღაცა დიდი სახელმძღვანელო რომელსაც რაღაცა საკითხები აღარ გახსოვთ ხო ანუ ატვირთოთ აქ წიგნი ან წიგნები და ამ წიგნებს დავუსვათ კითხვები ხო ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტი არის ეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის ესეთი პლატფორმა არ ვიცი იყენებთ თუ არა იმისთვის რომ ბავშვებს კარგად ასწავლოთ რა არის ხელოვნური ინტელექტი აქ არის რამდენიმე აი ესეთი სამი მოდული პირველ შემთხვევაში ესეთი დავალება აქვს ბავშვს რომ უნდა ატვირთოს ძაღლის და კატის ფოტოები და შემდეგ უკვე რაღაც მე რამდენიღაცას თვითონ რომ ატვირთავს ბავშვი ის უკვე ცნობს ანუ აი ეს არის შეგიძლია შექმნათ ფოტო ამომცნობი მოდელი შეგიძლიათ ხმიდან რაღაცების ამომცნობი და შეგიძლიათ მოძრაობის ამომცნობი ხო აი რაღაც ავარჯიშებ ანუ თელი იდეა ის არის რასაც მე ვამბობდი ხო ჯერ ამ მოდელს ავარჯიშებ და შემდეგ უკვე აი ბავშვი ხედავს რომ აი მე დავდექი კამერის წინ სხვადასხვა მოძრაობაში ვიდექი მოუნიშნე რომ ეს არის დგომა მე დავჯექი მოუნიშნე რომ მე ვზივარ და მე რაღაც მომენტის მერე უკვე თვითონ იწყებს ამოცნობას ხო ესევე არის ხმასთან რაღაცა ხმებს ვეუბნები და მე თვითონ აკეთებ ამოცნობას ესე არის ფოტოებთან მიმართებაში და ძალიან მარტივი ისეთი გზამკვლევი აქვს და შეგიძლიათ შეიტანოთ ეს ასე თქვა სკოლაში და ხო აი რაღაც ეს მუსიკას
ამოცნობას აკეთებდა ეს რაღაცა იმის ამოცნობას. ხო, ეს არის ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც ესეთი სასწავლო პლატფორმა, რომელიც შეგიძლიათ, ასე თქვათ, ბავშვებთან შეიტანოთ და მე მგონი ისაც ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, აღარ გავაგრძელებ მეც აღარ დაგღლით და იმიტომ რომ აი როცხელიც არის აწეული რაღაც კითხვები არის და გადავალ კითხვა-პასუხის რეჟიმზე ჩავხედოთ აბარე რა კითხვები გვიგროვდა ამასობაში თუ გაქვთ ამ პლატფორმებთან ან რა ვიცი ნონა გოგოხიას აქვს ნონა ხო თუ რა გვარია ნონას აქვს ხელი აწეული და მე მივეცი მიკროფონები გამორთული მაქვს თუმცა ნებართვა მივეცი რომ შეუძლია ჩერთოს მიკროფონი და დასვას კითხვა ან იქნებ ნონა დაგრჩა ხელი აწეული არ ვიცი დავაგრძელოთ თუ ისა რა ქვია დავასრულოთ და ბოლოს უპასუხოთ კითხვებს კაი ეთქობა არ არის ნუ ხო ბოლო ნაწილში მაქვს ეს არის ეთიკურ დილემაზე ილონ მასკს ტესლასი ელექტრომანქანების შემქმნელს და ასე შემდეგ ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორს დაუსვეს ესეთი კითხვა რომ აი ხა ბევრი არის საუბარი იმაზე რომ ცოტა ხანში გამოვა მანქანა ბრძოლის გარეშე ხო რომელსაც აი მანქანა საჭე არ ექნება ანუ კი აქ უკვე ზოგიერთ მანქანას ავტოპილოტის ფუნქცია მაგრამ აი ესეთი მანქანა რომელშიც მე დავჯექი და საჭე საერთოდ არა აქვს ხო ჯერ ნუ არ გამოსულა გაყიდვაში და უთხრეს რომ აი მაგალითად გამოვიდა ესეთი მანქანა აი თქვენ ამბობთ რომ რაღაც მალე იქნება და მე ამაზე ვმუშაობ და აი მე ვზივარ მანქანაში და რაღაცა გამოვიდა მწყობრიდან მანქანა ვერ ვაჩერებ მიდის მანქანა და საჭეს მართავ და არჩევანი მაქვს რომ ან ამ ადამიანებს დავეჯახები და მაშინ მათ დავაზარალებ ან თქვათ რაღაცა მას დავეჯახები ბორდიურს და მაშინ ვინც მანქანაში ვზივართ ისინი დავზარალდებით და როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი იმიტომ რომ ეს არის მართლაც ხო ეთიკური დილემა რომ მე ჩემ თავს გადავარჩენ და სხვას ვაზარალებ და ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ადამიანის თუ მე ჩემ თავს გავწირავ და ვთქვათ ასე თქო სხვას გადავარჩენ ხო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით კრიტიკულ სიტუაციაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელოვნური ინტელექტი და ყველაზე უფრო მთავარია ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან ხო ну ამაზე რაღაცა იმართლა ელონ მასკმა თავი რომ ეგეთ რამე არასდროს არ მოხდება ხო მაგრამ ამაზე ბევრს ლაპარაკობენ რაც რო გადის უფრო და უფრო მეტ პროცესებში არის ჩართული ხელოვნური ინტელექტი და მან რო დაუშვეს შეცდომა ვისი ბრალი იქნება ან მე ვიყიდე მანქანა და ის მანქანა ჩემს მაგივრად გააკეთებს გადაწყვეტილებას ხო ჩემი მიერ ნაყიდი მანქანა და ბოლოს მინდა ვილაპარაკო ხელოვნური ინტელექტის ტიპებზე ეხლა სადაც ვართ ჩვენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების რა ეტაპზეც ვართ მას ეძახიან ვიწრო სპეციალიზაციის მქონე ხელოვნური ინტელექტს იმიტომ რომ ის არ არის ისეთი მრავალმხრივი როგორც ადამიანი ხო მე შემიძლია ჭადრაკი ვითამაშო მე შემიძლია ვიხუმრო მე შემიძლია მუსიკა დავწერო აი ჩვენ ნახეთ რომ სხვა ერთი ხელოვნური ინტელექტი ახმოვანებს მეორე ხელოვნური ინტელექტი წერს მუსიკას მესამე გამოსახულებას აგენერირებს იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთ პლატფორმაზე არის ტექსტის ფანჯარაც და გამოსახულების დაგენერირებაც ამ პროცესის უკან სხვა პროგრამები დგას, სხვა პლატფორმები დგას, ხო, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამბობენ რომ აი რაღაცა თითოეულ ხელოვნურ ინტელექტს აქვს თავის სპეციალიზაცია იმას რომელსაც შეუძლია ნახატების დაგენერირება იმას არ შეუძლია ხუმრობაზე პასუხის გაცემა შეიძლება ჩვენთვის ეს ერთ ფანჯარაში ხდება მაგრამ ამ ერთი ფანჯრის უკან სხვა პროგრამები დგას და შემდეგი ეტაპი არის ეს უკვე მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტი რომელზეც ამბობენ რომ აი ეს ადამიანებით მრავალმხრივი იქნება. ეხლა მაგალითად როცა ამბობენ ხოლმე რომ აი მოდი ვნახოთ ვინ უფრო ჭკვიანია ადამიანი თუ ხელოვნური ინტელექტი. ვის მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს თუ ხელოვნური ინტელექტს. ხო, ну პასუხი არის ესეთი რომ კი ზოგიერთი რაღაცების გაკეთება ხელოვნური ინტელექტს უფრო სწრაფად შეუძლია, მაგრამ ადამიანს აქვს ის უპირატესობა რომ მას შეუძლია ხელოვნური ინტელექტის შექმნა, ხელოვნური ინტელექტს კიდე ხელოვნური ინტელექტის შექმნა არ შეუძლია. ანუ ესე იგი ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები გაცილებით უფრო ფართია. ადამიანის შესაძლებლობები გაცილებით უფრო დიდი არის და
აი არ იმაზე საუბარი, რომ გაჩნდება ისეთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ისეთივე მრავალხრივი იქნება, როგორც ადამიანი. გაჩნდება ისეთ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შექმნა. და მესამეზე საუბრობენ ეს General AI, რომლის შესაძლებლობებიც უკვე ადამიანზე გაცილებით უფრო დიდი იქნება, ხო? აი ჩვენ ვართ აქ და ეს დანარჩენი ორი, რომელზეც ვსაუბრობ, ეს პროცესი ჰიპოთეტური მსჯელობაა, რომ იქნება კი ესე, მოხდება კი ესე, ხო, რაღაცა ცოტა წინ იყურებიან და მაშინ ამბობენ იმას, რომ თუ კი გაჩნდება ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომლის შესაძლებლობები ადამიანზე გაცილებით უფრო დიდი იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, რა ხო არ შეუშლით მას ადამიანების შემთხვევით განვითარებაში ხელს და ასე შემდეგ. ბოლოს მინდა გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი მოთხრობების კრებული, რომელიც არის ტექნოლოგიებზე. ეს არის ამ მოთხრობის კრებულის ვებგვერდი კი არ არის, არამედ არის ინტერნეტ გამოცემა, ხო? ანუ იდეა იყო ჩემი ესეთი, რომ წიგნმა კაცობრიობის ისტორიაში ბევრჯერ შეიცვალა თავისი სახე. თქვა შუმერული წიგნები ჩვენ წარმოდგენით უფრო აგურებს გავს, ხო? ეგვიპტური წიგნები დაგრაგნილი პაპირუსი იყო და ასე შემდეგ და მე გადავწყვიტე, რომ წიგნი გამომეცა ინტერნეტში, ხო? ეს არის წიგნის, ასე ვთქვათ, ინტერნეტ გამოცემა და შესაბამისად სხვანაირად მუშაობს, აი რომ დავწერო პირდაპირ გიკითხავთ მოთხრობებს, შეგიძლიათ ერთიდან მეორეზე ესე გადაფურცლოთ ეს მოთხრობები, რა ლევიათანთან. თუმცა აი აქ რაღაცა სარჩევიც აქვს, შეგიძლიათ აქედან PDF ვერსიაც გადმოწეროთ. ხა რატო ახსენე აი ეს წიგნი, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ესეთი მოთხრობა მომაქიქ, რომ რეალურად აი ყველა ეს ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ სირგვლივ არის, სადღაც კოსმოსიდან არ ჩამოვარდნილა, ეს არის ის, რაც ადამიანმა შექმნა. და შესაბამისად არის ისეთი როგორც ადამიანმა შექმნა და უფრო მეტიც, ხო, ნებით თუ უნებლიეთ ადამიანმა თავისი თვისებები ამ ტექნოლოგიებს გადასცა. შეუძლებელია, რომ პროგრამას გაუჩნდეს თვალთვალის სურვილი, ან პროგრამა იყოს ხარბი, ხო, ეს არის ადამიანური თვისებები, რომელიც ადამიანმა ნებით ან უნებლიეთ პროგრამას გადასცა და შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი იქნება ისეთი, როგორცაც ჩვენ მას გავზრდით, რა ადამიანურ თვისებებსაც გადავცემთ, ხო? ეხლა თუ ჩვენ უარყოფით თვისებებს გადავცემთ, ეხლა შეიძლება არ ვიცი რაღაცა ღობეს ვაკეთებდე და იქ იყოს ჭიანჭველების კოლონია, 10,000-ობით ჭიანჭველა თავისთვის ცხოვრობს და თქვა რომ აი ესენი ხელს მიშლიან და თქვა გამანადგურე იმისთვის რომ რაღაცა ღობე გავიყვანო, ხო? შესაბამისად აი ეს თვისებები თუ გადავიცით, შეიძლება ერთხელაც ხელოვნური ინტელექტი რაღაც მოგვიბრუნდეს და თქვას რომ რაღაც ადამიანი ხელს მიშლის, ხო, რაღაცაში განვითარებაში და კიდე განვითარება მჭირდება. და მეორე მხრივ თუ კი ჩვენ გადავცემთ მას იმ ჩვენ სურვილებს, რომელიც ჩვენ ზღაპრებში, მითებში, რელიგიებში შევინახეთ, ხო, რაღაცა უკვდავება, სადაც მინდა იქ გავჩნდე და ასე შემდეგ, ხო, შეიძლება მან ეს ასე ვთქვათ, ეს სურვილები ჩვენი აასრულოს, ხო? აი ესეთი, აი თქო ეს ლინკი, აი ჩავაგდებ ემაში, რა ქვია, კომენტარებში ლინკს სიგზე. ანუ მე ლექციებს რო ვკითხულობ, ხო, ეს რაღაც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე არის და ეს წიგნი უფრო რაღაც ესეთი ზოგადი მოსაზრებებია, ხო? ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და შეგიძლიათ ნახოთ და ბოლოს ვიტყვი იმასაც, რომ ესეთი ხუმრობით ესეთი სტატია წავიკითხე, რომ აი ხელოვნურმა ინტელექტმა ხუმრობით დაწერილი სტატია, რომ აი ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება კაცობრიობა მიიყვანოს მე-7 დღემდე. რომ აი ღმერთი 6 დღის განმავლობაში ქმნიდა კაცობრიობას და მე-7 დღეს დაისვენა და ეხლა შეიძლება კაცობრიობის მე-7 დღე დადგეს, როცა აი ყველა იმ სამუშაოს, რომელიც რაც რთულია, ბევრ დროს მოითხოვს, ეს ყველაფერი ხელოვნურმა ინტელექტმა თავის თავზე აიღოს და დადგეს კაცობრიობისთვის მე-7 დღე, როცა კაცობრიობა ამდენი იშრომა, იომა და ასე შემდეგ და ეხლა კიდე ასე ვთქვათ დაისვენებს, ხო? ამიტომ აი საფრთხეებზეც ვილაპარაკე და მომავლის ჭრილში რაღაცა კარგ მოლოდინებზეც და ნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ხო, რა ვიცი, აი ეს არის პრეზენტაცია, რომელიც დღევანდელი დღისთვის მოვამზადე და
თუ არის რამე კითხვები, მზად ვარ ვუპასუხო თქვენს კითხვებს. ხო, პრეზენტაციაზე მეკითხებიან, ან სამწუხაროდ ეს პრეზენტაციის ბევრი შეცდომები მაქვს და თუ პრობლემა არის რაღაც ხო რომ ვაწყობდი ამ პრეზენტაციას, ხო, რაღაცები ინტელექტუალური საკუთრებაა და ხო, არა, მაგის ის არა მაქვს, უბრალოდ აი შეიძლება რაღაცა ისინი იყოს გაპარული რაღაცა ასვან რაღაცა ისე. ისედაც კარგად იქნება ეს პრეზენტაცია, ჩანაწერშიც გამოჩნდება და შეგვიძლია აი ჩანაწერიდან აქაც წერდნენ რომ სად გაზიარდება ეს ჩანაწერი. შევახსენებ კოლეგებს რომ ჩვენ გვაქვს მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფი YouTube არხი უпростоრად, სადაც ჩვენი ყველა ჩანაწერი თავსდება და აი იქ აიტვირთება და თანაც კიდევ ამ ლინკს გავაზიარებთ ჩვენს ჯგუფში, Facebook ჯგუფში. ვიდრე კოლეგები დასვამენ შეკითხვებს, ბატონო სანდრო, ერთ შეკითხვას მიცდავს ამ ფაქტიურად შეიძლება ამ კითხვაზე კი გვაქვს რაღაც გარკვეული პასუხები, მაგრამ მაინც დავაკონკრეტოთ. თუ არსებობს რაიმე ბერკეტი ან რაღაც ისეთი ხელსაწყო ან რაღაცა, აი ვიცით რომ ხელოვნურ ინტელექტით იწერება დისერტაციები, კვლევები და ასე შემდეგ და აი როგორც ხო, აი ამის აღმოჩენის რაღაც ინსტრუმენტი არ არსებობს და გეტყვით რატო, იცით, ნახეთ როგორ არის, როცა პლაგიატზე არის ხოლმე საუბარი, აი მაგალითად უნივერსიტეტში მეც ვარ ხოლმე სამაგისტრო დიპლომების ხელმძღვანელი, ხო? და აქამდე ხელოვნური ინტელექტი გაჩნდებოდა, ეს სისტემა იქ თვითთავენ სტუდენტები და მეუნებოდა, რომ აბა გადაამოწმე, აქ ხო არ არის, ანუ იქაც პროგრამა არ სვავდა საბოლოო დიაგნოზს სვავს ადამიანი, ხო? იმან უნდა გადამოწმოს და ადრე ადვილი იყო, იმიტომ რომ თუ პლაგიატი იყო, შეგეძლო დაგესაბუთებინა, აი მოგეტანა ბავშვისთვის და გეთქვა, რომ აი ნახე შენ ეს აქიდან გადმოწერე. ხო, ანუ წყარო არსებობდა. ეხა პრობლემა ის არის, რომ წყაროს ვერ მიუთითებ. ხო, იმიტომ რომ ვერ ანახებ, ხო? შეიძლება ანუ სინდისია, დამოკიდებული ადამიანის სინდისი. ეხა როგორ არის, იცით, ეხა მე მაგალითად ხო, რაღაცებს რო წერენ, უკვე ხვდები, ხო, ანუ დაახლოებით რა შეცდომებს უშვებს ხელოვნური ინტელექტი. ეხა ქართულის მხრივ მეც შეცდომებს უშვებს, რაღაც თავისებური ენა აქვს და იმასთან დაკავშირებით შემიძლია რაღაც დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა ბავშვს. ინგლისურ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი პრობლემა აქვს და სულ მაგაზე არის საუბარი, რომ 100%-იანი ინსტრუმენტი, რომელიც აი ისევე დასაბუთებულად, როგორც პლაგიატის შემთხვევაში იყო, რომ აი შენ ანახებ, რომ აი აგერ არის წყარო და შენ რაც გიწერი, აქედან გადაწერილი. ეგეთი რამე არ არსებობს, შეუძლებელია და პროფესიონალი თვალი ადვილად შეამჩნევს და არის შემთხვევები, აი ჟურნალისტიკაშიც მაგალითად კითხულობ რაღაცა სტატიას და ძალიან უხეში დარღვევები მოდის და თვალს ხვდება, რა თქმა უნდა და ანუ ამასთან დაკავშირებით გასაგებია. მაგას მასწავლებელი უფრო მიხვდება, რომელსაც რაც ხშირად აქვს ამასთან საქმე და მეთქი მე არ ვარ თქო ჩემი ბიძაშვილია. კოლეგებო, ძალიან გთხოვთ ხმა ისმის თქვენი. კი გავიგულა ისე არა. მანანა თქვენი ხმა ისმის უკაცრავად, ქალბატონო მანანა. ანუ ამიტომ აქ უფრო მასწავლებლის შემთხვევაში აი რო იცი ბავშვი ხო რომ რაღაც აი ამას ვერ დაწერდა ხა ჩემთვის ესეც უთქვიათ მასწავლებს რომ თქვათ ფიზიკაში ისე დავალება მომიტანა რომ რაღაცა სიმრავლეებია რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ ევროპაში უფრო ამერიკაში იყენებენ და ჩანდა რომ ხა ეს არ გვისწავლია ანუ სწორი კი იყო მაგრამ ისეთი სიმრავლეები იყო მითითებული რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ არ ვიყენებ და მივხვდი რომ ხა იქიდან არის გადმოწერილი ხო ანუ 100%-იანი ინსტრუმენტი არ არსებობს ეგ განათლებისთვის ძალიან დიდი პრობლემა არის და ამიტომ ნუ ხა არის დისკუსია იმაზე რომ უნდა შეიცვალოს დავალების ტიპი სხვანაირად უნდა რაღაცა მიუდგეთ ამ საკითხს იმიტომ რომ ესე ძველად როგორც იყო რომ დამიწერე დავალება ეს ესე ვეღარ იმუშავებს იმიტომ რომ არ აქვს ინსტრუმენტი, რომელიც ამას 100%-იანად შეამოწმებს, იმიტომ რომ ეს პლატფორმები არის ბევრი, შეიძლება რაღაცას კონდეს, რაღაცას არ კონდეს, თან ეს პლატფორმა სულ ვითარდება.
დღეს რო დავსვა კითხვა შეიძლება სხვანაირად რაღაცა დაგიწეროს და ხვალ რო დავსვა სხვანაირად დაგიწეროს და ამიტომ საბუთს ვერ დაუდებ რო აი შენ ეს აქედან გადმოწერ. მადლობა დიდი. კოლეგებო, შეიძლება 100%-იანი არა და უკაცრავად 100%-იანი შეიძლება არ არის, მაგრამ ზოგიერთ ინსტიტუტში შეძენილი აქვს ესეთი პროგრამები, არა, იცით რა არის, არა, მქონდა ჩვენს ილიონში, რომელიც როგორ რაღაცას ამბობდა, იცით, და მე მოხსნეს ეს, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგიტომ რომ ვერ ამტკიცებდა რა. ანუ პლაგიატზე წერდა რომ აქედან არის გადმოწერილი და ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში ესეთ რაღაცას წერდა რომ გადაამოწმეთ ხო არ არის, ანუ როგორ ვთქვა, ძალიან ბევრი წყაროები აქვს სტუდენტს და ხო არ არის ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული. ხო, ანუ როცა ადამიანი მუშაობს დიპლომზე, ხო რა, ავიც რაღაცა 5 წიგნს წაიკითხავ, კაი 10 წიგნს წაიკითხავ, მაგრამ 30 წიგნს ვერ დაამუშავებ, ხო? ძალიან ძნელი არის და ამიტომ ეს მე მოხსნეს, იმიტომ რომ პრობლემა ის იყო, რომ დამტკიცებით ვერ ამტკიცებ რა. აი მე ხო ეს რო სხვადასხვა პლატფორმების ლინკებიო და აი ხა ჩავაგდებ ამ სხვადასხვა პლატფორმების ლინკებს და საღამომშვიდობისა საინტერესო საუბრისათვის მადლობა. ნამდვილად საინტერესოა და განათლებაში ნამდვილად მართლაც თავსატეხია, იმიტომ რომ პატარებაც კი დაიწყეს უკვე გამოყენება. კი, ძალიან კი. მოსწავლეები და დიდებიც მშობლებმა, პატარების მშობლებმა და სულ ერთნაირი ეს როა, ყველა ბავშვს რო ერთნაირად უწერია. ხო, ანუ თქვენ მასწავლებლები უფრო მიხვდებით, რომ ანუ ხა რო იცნობ ბავშვს და რა სიტყვების მარაგი აქვს და უცებ რო რაღაცას სხვა იმით იმაშვება, ეგ უფრო კი. თუ გამოიყენებს და დაამუშავებს და უკვე გააზრებულად მოიტანს და დავალებას, ეგ კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ისე გადმოხატავს, ასე რომ თქვა და ეს არ იცის და გონებაში არ იტოვებს სამწოდნას, გადმოკოპირებულია ყველა მშობლის მიერ ერთნაირად ხოლმე. ეგ მაგაზე აი უცხოეთში ძალიან ბევრი სტატიები არის, მსჯელობენ რომ რა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამას ვერ გავაჩერებთ, ვერ გავაქრობთ. არ არსებობს 100%-იანი, აი როგორც პლაგიატის შემთხვევაში რომ დაუდო, რომ აი ეს აქედან არის გადმოწერილი, ანუ ვერ მოგაქვს საბუთი, ასე ვთქვათ, საიდან არის გადმოწერილი და ამიტომ კი მთელ მსოფლიოში არის ძალიან დიდი პრობლემა. სამაგეროდ უთხრათ, რომ ეს ხო არ არის შენი, არა, მოდი ახლა შენეული ვერსია თქვი და მე მოდის ამათგან. ან მითხარი რას შეცვლიდი, ან რაში ეთანხმები, ან რაში არ ეთანხმები. კი, აი ეგ არის ალბათ გამოსავალი. ან პირდაპირ უთხრა, რომ მოდი, აბა დააწერინე იმას და მე მომიყევი, პრეზენტაცია გაკეთე, ან მომიყევი შენ რაში დაეთანხმე, ან არ დაეთანხმე. ისე აღიაროთ, რომ ძალიან მაგარია და ჩვენც ძალიან კარგად ვიყენებთ მასწავლებლები. ამოდენიმე დღის უკან თხოვე, რომ რაღაცა მონახაზი მქონდა ღონისძიების და აი დამიხვეწე ეს ჩემი ჩამოწერილი გეგმა და მართლა კარგი ღირებული ისინი მომცა. მე ძალიან მეხმარება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს არის, რომ ეს არის ასისტენტი, რომელიც შენ რაღაცაში გეხმარება, ანუ შენ განსაზღვრო მიზანს, ვერ განსაზღვროს ის მიზანს და მეორე შენ აფასებ, ხო? ანუ ის რო დაწერს, ხო, შენ უკეთებ ვალიდაციას ამას, რომ აი რაღაც ისე მოპერება უყვარს თავაზიანი სიტყვები. აი მაგეც ხო ვთქვი, რომ აი რო კითხო, რომ აბა ქართული ლიტერატურა მაინც და მაინც არ იცის. გააჩნია პლატფორმებს, ხო, გააჩნია, ხო, კი, მაგაზეც შემიძლია გითხრათ, რომ ეხა რომელიმე ერთი ყველაზე კარგი პლატფორმა არ არსებობს, ამიტომ კარგი იქნება თუ რამდენიმეს გამოიყენებთ, იმიტომ რომ აი რაღაცა, აბა მოდი ამასთან ვნახო და ესე უფრო ადვილად იპოვით იმ პლატფორმებს, რომელიც აი თქვენთვის უფრო ისეთი არის, მოსაკითხებელი იქნება რა. იმიტომ რომ კი შეიძლება როგორც ადრე ბატონო სანდრო არ ქონდა, ანუ რაღაცა ლიმიტი და ამ ბოლო დროს რაღაც ლიმიტი აქვს, ხო? და ეს ლიმიტები მოიმატებს, იმიტომ რომ გადადიან კომერციულზე, ანუ შეგვაჩვია თავი, რომ როგორი კარგია და როგორ კარგად იმუშავა და მე უკვე ხო, ეხა თუ გიდა, აბა გადამიხადე ფული, კი. სხვა პლატფორმები. ChatGPT-ის მე ფასიანი ვერსია მაქვს, იმიტომ რომ ვერ
ვერ შევეგუე მაგის მის განტაწესებულ ლიმიტებს და ანუ ყოველთვიურად 2 თვეა თუ 3 უკვე ChatGPT-ს ის მაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად, მაგრამ მე ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ყველა თუ არის ასეთი პლატფორმა, მე არ ვიცი, არ მეგულება, რომ ვიდეო გენერაციასთან დაკავშირებით მაქვს, ანუ ულიმიტო რაღაც ყველა არის კრედიტებზე დაფუძნებული VO3-იც, აი რავი, ძალიან ძვირი ჯდება. VO3 ძალიან ძვირი, მაგრამ აი AI სტუდიოში რო თქვი, ანუ აქ მაგას ლიმიტი, მაგრამ ფულს არ მოგთხოვთ, უბრალოდ გეტყვის, რომ ლიმიტი ამოწურე. ანუ AI სტუდიოში მე შემიძლია VO3-ის მსგავსი რამოდენიმე წამიანი ვიდეოები. VO2, რომელიც საკმაოდ ხარისხიანია. მე ძალიან არა არის ცუდი ხარისხი VO3-იც. VO3 ძალიან კარგია და ის ფასიანი. აი AI სტუდიოს აქ VO2, ანუ მაგის ერთი ვერსიის ძველი, მაგრამ ძალიან კარგად აკეთებს. ადრე VO2-ს ხმა არ ქონდა დაუმატეს, გახმოვანებასაც აკეთებს. ანუ თქვათ იქ რაღაცა და კიდე მე თქვენ შეგნიშნეთ ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც არ არიან ქართველი მასწავლებლები, ვიდეო ექსპრესის პლატფორმა არის ასეთი, რომელიც თუ იცით, შეიძლება არც იცით იმდენ ჯგუფებში ხართ. არის ასეთი ის ვიდეო ექსპრესი, იმიტომ რომ ვეძებ რა ძიებაში ვარ და რაღაცა ერთჯერადად ითხოვს ყველა მისიის რო შევიძინე $179 ერთჯერადად, მაგრამ სხვა დროს და მექნება ყველაფერი იულიმიტო მე ჯგუფსაც მივწერე არ წარმომიდგენია ანუ იცით როგორ არის აი მეც მასე ვფიქრობ რომ რაღაცა ყველაზე მეტი რესურსი იხარჯება ვიდეოზე ანუ ვიდეოს გენერაციას ძალიან ბევრი რესურსი ჭირდება და ამიტომ არ მჯერა ეხლა მე პირადად როცა რაღაცა ექსპერიმენტებს ვატარებდი ვიდეოზე ხო და ბევრი რესურსი მჭირდება და ნუ Google-ის რამდენიმე აკაუნტს ვიყენებდი რა აი ეს არის Adobe Express-ი აი აგერ არის VO ანუ შემილია VO-ს აუტვირთო რამე იმიჯი და აი აქედან და მაშინ ამ იმიჯს ამოძრავებს ან დაუწერო აი შემილია ესეთი ფორმატის იყოს შემილია ესეთი ყველას აქვს ლიმიტი სიგრძეში ანუ ერთ მონაკვეთს 8 წამიანს გააკეთებს და როგორც ხედავთ აი ისა რა ქვია VO2 აქვს ამას და არა VO3 აი ხა ამას რომ მივაჭირო ეს ნიმუშია რომ აი ესენი ამობენ რომ აი ეს ფოტო აუტვირთეთ ნუ ეს ფოტოც რა ესეც გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ ხო ანუ დააგენერირებინეს იმიჯი სხვა შორის ჯობია რომ როცა რამე სამუშაოს აძლევთ თუ დიდი სამუშაოა ნაწილებად დაიყოს ხო მაგალითად ამ ვიდეოს გენერირების პირველი ნაწილია რომ შექმენი გამოსახულება სხვა პლატფორმაზე მე აქ მოგაგ და მე აი აქ დაუწერა რას უნდა აკეთებდეს ეს რაღაცა ვებხვია თუ კატაა და აი ესეთი ვიდეო მიიღო. ხო, როცა რაიმე რამოდენიმე წამიანი ვიდეოების ვაგენერირებინებ და თავისთავად მინდა რომ პერსონაჟი მეორდებოდეს, თავისთავად ფოტოს ატვირთვა ამაში გამოსავალ, თორემ მე რაც არ უნდა პრომპტი დაუწერო, მაინც გიცვლის. ხო და ერთი სიტყვით ეს კრედიტებმა დამტანჯა, მირჩევნია ულიმიტო იყოს და ძვირი იყოს, ვიდრე ეხლა ვსარგებლობ აი Gemini-ის უფასო ის შემოთავაზე ერთიანი. როგორ? ძალიან ბევრი მოითხოვე ჯერ ახლა იხვეწება ნენელა ეს ისა უკრედიტო და ის ყველას უნდა, მაგრამ მე მგონია არა ვიდეოს შემთხვევაში მე არ ვიცი მე ძნელად წარმომიდგენია, იმიტომ რომ იმდენად დიდი კომპიუტერული რესურსი ჭირდება, რომ გაგიდონ უფასო იმდენი ადამიანი დაიწყებს გამოყენებას, რომ მაგის ხო აი Gemini-იც აკეთებს ვიდეოს, ოღონდ ისიც რაღაცა დღეში 2 წელს თუ რაღაცა ლიმიტი აქვს. სახელმძღვანელოს ატვირთვა რომელ პლატფორმაზეა შესაძლებელია გვისვამენ აგერ შეკითხვას. მაგალითად მიზანს გაჩნია, მაგალითად მინდა დავამუშავო სახელმძღვანელო, ხო? ანუ ვიცი ეს სახელმძღვანელო, ამ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით რაღაცა შეკითხვები მაქვს და იმისთვის რომ ადვილად მივიღო პასუხები, აი ეს არის აი ნახეთ, აი აქ წეგან რო თქვი, ხო? აი აქ Google Notebook LM-ში აი რაღაცა გავხსენი, აქ შემიძლია აბტვირთო სახელმძღვანელო და შემდეგ ამ არტვირთულ სახელმძღვანელოს დაუსვა კითხვები. ხო, ანუ რასაც მიპასუხებს, თქვა, არ ვიცი, შეიძლება პირდაპირ არ ვიცი რაღაცა
ქიმიის სახელმძღვანელოა და უთხრა რომ აი რაღაცა ეს როგორ არის და პირდაპირ პასუხს მომაწოდებს. თან უთხრა რომ აი ამაზე დაყრდნობით ეს დამიწერე, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ესეთი რაღაცეები მაგალითად ბატონო სანდრო ბოდიში ეს პლატფორმა არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ჩვეულებრივად ჯემინაის მიაქვს საკმაოდ დიდი მოცულობის სახელმძღვანელო და მეხმარება ხოლმე. აუცილებლად, მაგრამ იქ რა არის, იცით, შეიძლება რაღაცა პასუხები ამ წიგნიდან კი არა, სხვა რაღაციდან გაგცეთ და აი მაგალითად ქიმიის გაკა, ხო, თვითონ თუ ქიმიის გაკა ატვირთული და რაღაც მათემატიკაზე კითხავს, ეს პირდაპირ გეტყვის, რომ იცი რა, მე მაგე არ ვიცი, ხშირად ამიტვირთე, ეგ ქიმიაზე იყო რა, ანუ ამ მისი პლუსი ის არის ამ ნოუთბუქის, რომ რაც ატვირთული გაქვს, იქიდან გელაპარაკება. იმაზე გელაპარაკება მარტო. და მე ძალიან მეხმარება რაღაც თემაზე რომ მუშაობ, რომ იმან სხვაგან არ წამიყვანოს კიდე და სხვა რაღაცები არ იმას მაქნოს, პირდაპირ ამაში მაქათვირთული. ან თუნდაც ხო რაღაცა წიგნია და ვფიქრობ დავიწყო ამის კითხვა, არ დავიწყო, ხო? აი ამ აუდიო რევიუს ვაკეთებინებ, რომ რა თქმა უნდა ის ვერ ჩაანაცვლებს საკითხულწიგს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმოდგენას შემიქმნის, რომ არის ამ წიგნში იმ თემებზე საუბარი, რომელიც მე მაინტერესებს თუ არ არის იმ თემებზე საუბარი და მოკლე შინაარსებისთვის და ეს წარმოდგენის შესაქმნელად კონკრეტული იმიდან შეგიძლიათ არა მარტო წიგნი აუტვირთოთ, შეგიძლიათ ვებგვერდი მიუთითოთ და უთხრათ, რომ აი ამ საგანმანათლებლო ვებგვერდიდან აბად პასუხები დამიბრუნი. მოკლედ კოლეგებო, რა ვიცი, კითხვები გვაქვს თუ არ გვაქვს კითხვები, ხელი თუ აქვს ვინმე საწეული ვნახოთ. მადლობა ბატონო სანდრო. მე მგონი იმაში მოცემ, ხო, გისმენთ ნანა. მულები გვაქვს, მე მგონი ჩატში, რაც უბრალოდ იმდენად საინტერესოა და არა, ის არის მესმის. აი, იცით როგორ არის? შეგვიძლია რაღაც ერთი თვის მერე, ორი თვის მერე, ანუ სულ ვითარდება ეს და რაღაცა დროის მერე, ასე ვთქვით, კიდე გავაკეთოთ შეხვედრა და დათვალიერება. ამის თქმა მეც მინდოდა, მაგრამ კარგი იქნება. ხო, რაღაც პერიოდულად გვექნება ეს ფუფუნება, მე მგონი. ძალიან კარგი. უღმესი მადლობა ბატონო სანდრო, საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. კოლეგებს მოვხდი ძალიან დიდ მადლობას დაინტერესებისთვის, ჩვენთან ყოფნისთვის. ეს წელს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ვიმოდოვნებ, რომ გაგრძელდება ასეთი თანამშრომლობითი შეხვედრები და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მზიას, იმიტომ რომ მზიას დაგეგმილი არის, მზიას ყველანაირად იყო ჩართული ამ პროცესში და მზიასაც გადავხდით, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას. წარმატებები, ბატონო სანდრო, ველოდებით თქვენთან შეხვედრას, მომდევნო შეხვედრებს და რა ვიცი, იმედია ყველაფერი გამოგვივა ასე ერთობით. ნახვამდის. ნახვამდის, დიდი მადლობა. წარმატებები. მადლობა. ნახვამდის, დიდი მადლობა. ნახვამდის, დიდი მადლობა. მადლობა დიდი. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობთ.